და იწყება 38 რიგით პოდკასტი მოგესალმებით ყველას ეს არ გაიკვირვოთ ძალიან მომეწონა ერთ-ერთი ინვენტარი იყო და კამერაში არ ჩანა და გადაწყვიტე რომ ოღონდ კამერაში გამოჩნდეს და თავზე დავიხურავ მეთქი მედიო თქვენც მოგწონთ ხო და სტუმრად არის დღეს ჩემთან მამე მიხდება კი საკაიფო წარდგენაც არგენთ უკვე მიხვდით ისე გამარჯობა მოგესალმებით ვაკაჭია დღეს ჩემი სტუმარი მინდა აღვნიშნო რომ კომენტარებში არაერთხელ შემხვედრია თქვენი მოთხოვნა როცა მე ვამბობდი რომ ვინ მოიყვანა სტუმრად მეთქი განსაკუთრებით იმ პოდკასტში რომელიღაცაში გახსენე და მანდ იყო ძალიან ბევრჯერ დაწერილი რომ აუ ვაკაჭი მოიყვანე და დაიახსრულდეს თქვენი ნატრები ასე ვთქვა და სურვილები ისე როგორც დღეს ასრულდა ასე რომ ვაკაჭი აქ არის მეც არ დაგიმალოთ ნანახი არ მყავდით რამდენი წელი მყავდით 7 წელი 7 წელი მაინც ნანახი არ მყავდა ძალიან გამიხარდა როცა დაურეკე უკვე სხვა ნომრით უკვე 4 შვილით ხო და მოკლედ დაურეკე და მიპასუხა ძმამ და ის შევიკრიბეთ აქ მე კიდე რაღაცა დაანონსებაც გვინდა რაღაცის ეს მე ცოტა ხანში ცოტა მოგვიანებით პირველ რიგში როგორ ახარ ძმაო და რა ხდება შენსკენ ნუ არაფერი ისეთი ცვლილებები რა თქმა უნდა ამ 7 წლის მანძილზე იყო ტრალად შვიდად ჰობი იგივე სამსახურები გამოვიცვალე სხვადასხვა სტრუქტურებში ვიმუშავე ტელევიზიას არ შევხებულ ვარ მით უმეტეს რომ რაღაც ცდილობები იყო რაღაცა მინდოდა მაგრამ უშენოდ ხო მოკლედ რაღაცეები ვიყავი თავდაცვის სამინისტროში რაც უნდა გასაკვირი იყოს შემდეგ ვიყავი დელტაში ეს არის CP თავდაცვის სამინისტროში ეხლა გახლავართ სილქნეთში მუშაობ ასევე პატარა სარეკლამოში და ეხლა მოვედი თქვენთან კომპიუტერი და ინგლისური იცი? კომპიუტერი და კალკულატორი და მეგრული არცა. ბიჭო, საერთოდ ვაკაჭი, ანუ ნახე სახელით და ყველაზე ხშირად ვახტანგ ხიდაშელით არავინ არ ხოესია. ნუ იყო რაღაც მომენტები რომ ერთი დაიბნა თავდაცვის სამინისტროში როცა დრეს კოდია და ტუფლებები უნდა გეცვეს და პიჯაკებები ესენი შარვალ კოსტუმს ეძახიან მაგრამ შარვალი და პიჯაკი რომ უნდა გეცვეს რაღაცა ნუ რაღაცა ბატონო ვაკაჭიო და ან ბატონო ვახტანგ ან ვაკაჭი და ჯობია ისე ვაკაჭი ნუ ესე მიცნობენ ახლა ვახტანგზე ვახოზე და ვატული და არასოდეს ჩემია ხო არის რაღაც მოფერებით კრინობით მაგრამ არ გამიხედავს ჩემი აღარა ხო ვაკაჭი საიდან წამოვიდა შემახსენე მე მახსოვს როგორც მე ამიხსნეთ ჩემმა დეიდაშვილმა თურმე მამაჩემს უთქვია რომ რაღაცა ვაშკაცი შეგეძინა ვაშკაცი ეს ენას იჩლიფავდა რა პატარა იყო და ვაშკაცი აღიქვა ვაკაჭით და მე დამარქვეს ვაკაჭი რა ეგონა რომ სახელი იყო ისიც პატარა იყო და თურმე მას დაურქმევია რომ ეს ვაშკაცი რომელი ვაშკაცი მე ვარ შეგჭა ხო და ვაკაჭი და ესეთი ნუ ამ ესე მიცნობს რა. ბიჭო და როგორ მოვასწოროთ ეგ და პირდაპირ ვაშკაცი როგორ გეძახო ხოლმე. აი ულაშები რა დავიტო და ის გავიპარსო. რა მაგარი ეს ეგეც ირინა მყავდა ერთი მიქაბერიძე ხა ის მაესტროში და ცოტა ესეთი საქცენტა მიყო რა. ესე დასაყვარელი გოგოა და მოგესალმები ირაშკა. ირინა მიქაბერიძე. აუ ილია გავიგე. არა და ეს მეუბნა. ვაკაჭი პირველ დაინახა ბლანჟე რა ჩა. ვაკაჭი აი ცოტა ესეთი ნანეტი რო კონდეს, ცოტა ესეთი, მე ცოტა სმუგლი, ხშირა კაპლიჩის, სუსკეზანიც, გზელფეხება, ვილ სმით რა იმა აი მოი. მე მეგონა სხვაგან მიყავდა. არა მეც უსმენდი ბოლომდე. ცოტა ის და ვილ სმით. შუაშია მაგრამ ჩემი ცხოვრების მიზანი როა რომ ვილსმის დაემსგავსა. კაი, მოდი ნახე ახალი თაობის ტიპებმა, ეხლა ჩემი თაობის ტიპებმა უფრო იციან შენი ბიოგრაფია ასე თუ ისე და გავუყვეთ რა მე დარწმუნებული ვარ. რატო გეუბნები იცი ამას, იმიტომ რომ YouTube-ზე ჯერ კიდევ დევს და პირველად ვარ ბოდიში ჩაგეჭები. ინტერნეტში, YouTube-ში მე ინტერნეტში. ვარ პირველად რა ვიცი. კი, YouTube-ში პირველად ხარ, YouTube-ი ხო იცი რაც არის რა, ბოლომდე მოსულა თავისუფლად ყველაფერი, არანაირი გაპლასტმასება ტელევიზიის და ასე შემდეგ. მოდი გავუყვეთ თავიდან რა. საერთოდ შენ თქვი რომ ჰობიო. მოდი ეგეც ავხსენე, ეხა თაობები, იმიტომ ვახსენე რომ ჩემი თაობის ტიპებმა უფრო იციან შენზე მეტი რამე, ახალი თაობის ტიპებმა არ იციან. ახალი თაობის ტიპებმა შენ ეხა იცის ვინ ხარ, ოღონდ იცის ერთხელ საქართველოში. ხო და ეს ერთხელ საქართველოში ხო გეუბნები არა მე და შენ ტელეფონზეც ვიბაზრეთ რომ ქუჩაში რომ მოვდივარ ხოლმე ანუ ძალიან ხშირად აი დღემდე მაგას მეუბნებიან რომ აუ ერთხელ საქართველოში რო იყო და იქ ერთხელ საქართველოშის ფრაზებს თა რომ მახსენდება მე და გასახსენებელი როგორი კრიტიკულები ვიყავით ამ ერთხელ საქართველოზე ეგ ცალკე თემა მოკლედ მაგას აუცილებლად შევეხებით ცალკეულ პროექტებს შენსას მაგრამ პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან აი რა ტიპი იყავი ბავშვობაში აი ხო ვაშკაცის დროს ვაკაჭი რო გახდი ანუ რატო გეკითხები ვიცი რომ გავდი ზანგს
და ამაზე სულ დამცინოდნენ და გია ფერაძე იყო ნაცვლია ჩემი. და დეეჩემს ეუბნებოდა რომ აჭარასთან კოშკში ვცხოვრობთ ჩვენ აკადემიკოსების სახში და დეეჩემს ეღადავებოდა 100% ვიღაც ჟანგთან და რაღაცა და ხიხი ხახა მე თავი ვაფშე ისევ გავდი რომ ნაშვილები მეგონა რომ ნაშვილები ვარ ვიყავი ძალიან ცელქი ხო ძალიან აუტანელად ცელქი ვიყავ ნუ გარდატეხის პერიოდში ხო საერთოდ რა სახში ვიჭუბები ბებიაჩემთან გავურბოდი ათონელზე პლეხანოვზე ნუ ძველ თბილისში მე აქეთ მოვურბოდი და ასე შემდეგ სკოლაშიც აუტანელი ვიყავი მოკლედ დღემდე ცელქი ვარ ვერ დავუვინდი იმიტომ რომ ჩემი ჰაბიტუსიდან გარეგნულად ხან თითებს ვიჭრი ხან იგივე თითები გუშინი წინაც მოვიჭერი რაღაცა აქ რაღაც ნაჟოვკა ეგრეთ წოდებული დავის მოკლედ რა ვერ ვისვენებ ერთ-ერთ ეტაპზე ცხოვრების და ისე მინდა გითხრა რომ იმ დღეს ჩემი მეგობარი მეუბნებოდა აი ისე 27 წლის წავით კი არ გამოიყო ეგეთი ხარო რა და მართლა ეგრე მაგრამ იმან დაგლიჯა რა ქვია ჩემი მეგობრის კაი ღვინოსავით შეინახა ხო ჩემი მეგობრის ცოლი მეუბნება რომ ბიჭო რა კარგად გამოიყურებიო და რაღა კარგად სათვალე მიგეთ თითები არა პენში პროტეზი წნევა მაგ და კარგად გამოიყურებია ეგ და ნუ მოკლედ რა ხო და რაზე გავჩერდი? არა, აი ბავშვობაში რატო კითხე იცი რომ ბევრს მოლოდინი აქვს ხოლმე რომ ჩემთვისაც უკითხავთ რომ თავი ბავშვობიდანვე რაღაც ეგრე გადაობდი ან ბავშვობიდანვე პაროდიებს აკეთებდი და შენ შემთხვევაში როგორი იყო? როდის დაგეწყო აი ეს რაღაცა იუმორთან? აი ბავშვობიდან მაშინ ლუი ამსტრონგი იყო მე რაღაცა მელოდია რიტმი განწყობი რიტმი რაც იყო მაშინ რაც მიდიოდა რომ მე მენახა მაშინ არ იყო ხო ინტერნეტი და რაღაცა ჟურნალები იყო ნეკერმანი, ბურდა რაღაცეები, მეტი არ იყო რაღაცეები. აი საზღვარგარეთიდან მუსიკასაც რაღაცა ბიძა ჩემი იჭერდა რადიოში და აი მაგალითად რაფაელა კარას პაროდიას ვაკეთებ. და რაღაც იყო ლუი ამსტრონგი, იყო ჩარლი ჩაპლინი, რაღაცა აი მაშინ დამეწყო აი ეს რაღაცა მაშ პაროდია არა, მიამსგავსი. აი მიმსგავსება ვიღაცის პაროდია. ეხლა თურმე პაროდია რქმულა, არ ვიცი რა. ნუ რაღაცებს ბაცნობდი რა ჩემთვის რომლითაც უფროსები ძალიან კარგად ხალისოდნენ. ნუ მე გადავიდა და მე სამეგობრო წრეში და ასე შემდეგ და რაღაცები მე დავიწყეთ ტელევიზიაში ამის კეთება და ესე გაგრძელდა და გაიწელა რა. ხო, სანამ გადავალ ტელევიზიაზე, მანამდე შაი ბავშვობაში ვინ იყო შენი საყვარელი, რავი, კომიკოსი? ედი მერფი. ედი მერფი გეოსებოდა ყველაზე მეტად? ხო, თან მაგრამ თან ედი მერფის პრინციპი მეოცებდა ყველას როლს რო ასრულებდა და საკმაოდ მე და შენ არ ვიყავით ყველა როლი მოვირგეთ თითქმის რა ისენიც ვიყავით გამგებლებით ძველი ბიჭებით რავი ყველაფერი კიდე ვინ გეოსებოდა ჯიმ კერი გეოსებოდა ჯიმ კერი მევასება ეხაც მევასება მაგალითი ძალიან ნიჭიერია რა პლასტიკაც მაგართან მაგარია ჯიმ კერი საკმაოდ ნიჭიერი ისეთი ტიპია. მაგრამ ქართველი ყველაზე მაგარი ჩემთვის მაინც იპოლიტე ხუჩია. ხო, ეგ ნუ ეგეთი ფენომენი, ეგეთი სასწაული სხვა თურში იმ დღეს გავიგე რომ თურმე წაუღიათ ისა მე მგონი ფეოლა რა წაუგიათ იტალიაში კვარას პონჩი უთქვიათ რომ რაღაცა არ თარგმნეს და იპოლიტეზე უთქვიათ იტალიაში აი ეს ვინ ყოლიათო და გადათარგმნეს ნახეს ფეოლა წარმოიდგინე ხა რა რომ გაგიჭირდებოდა თან წარმოიდგინე რა რომ ენის არცოდნა რამდენს ნიშნავს ანუ რამდენი დეტალი და რამდენი რაღაცაა რასაც კიდე ბოლომდე ვერ აღიქვავე რამდენი შეფასებები არ უნდა რა აი მაგალითად აი რომ იყოს აი ხელს ისე რაღაცნაირი ხელი იყოს მოკლე რაღაცნაირი ყველაფერი უხდება რა ამ კაცს რა აი ანუ მიუხედავად ყველაფრისა მესმის რომ რაღაცეები და ვიღაცეები ისეთი გენიალურები არიან რომ არ ჭირდება არც ენის ბარიერი უშლის ხელს მაგას და არც არაფერი მაგრამ არის რაღაცნაირად მაინც იკარგება რა ცოტა აი ხა მაგალითად დათათოშხია როგორ ინტონაციითაც ამბობს რომ ჯონჯოლია ღორიშვილო მაგას ეხა რომელ ენაზეც არ უნდა თარგმნო აი ბოლომდე ვერ აღიქოს სახიობი რამდენად ზუსტად აკეთებს რაღაცას რა თუ ამ კულტურის ნაწილი არ ახლა ხო და ანუ მესმის ეგ მაგრამ იპოლიტე ხუჩიას წარმოიდგინე მაგრამ რომ ქართული ესმოდეთ თორე აი ეს რა ქვია ლუი დეფინესი და ვიღაცები რო იყვნენ მაშინ მართლა იპოლიტე ხუჩია ჩემთვის ბევრად უფრო გავიხედე და მოდის ჩემსკენ ორი ახალგაზრდა რო უყვება გავიხედე მოდის ჩემსკენ ორი მოვკიდე ხელ ვისროლი და აი ამას რო სად გადავარ აი ხო არა გადავარ აი სად გადავარ და აი ამას ხო არა გენიალური სასწაული საწევნე ესე როდის მიდო სოფლში აი
უცბად რო გადადის თემებზე თვითონ. მე მგონი ხო და აი ნახე რა სულ იმპროვიზაცია ქონდა მე მგონი. რახან იპოლიტე ხუჩი ახსენე, იპოლიტე ხუჩიაზე და მე იმაზეც გამიგია, ქვია, ლუი დე ფინესეც იგივე. სხვათა ძიმე ტიპები ყოფილა. ხო, აი რატო ვერ გავიდა? არ ვიცი, აი პირველ რიგში შენი აზრით ეგ სტერეოტიპია თუ არა, რომ კომიკოსი ტიპები თან ძიმე სასტავი არიან, იმიტომ რომ მეორე სტერეოტიპის არსებობს, როცა ეგეთი ტიპები რამე საზოგადოებაში ჩნდებიან, ყველას მოლოდინი აქვს, რომ ეხა ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ, უნდა იღადაონ და ანუ ხო, ითხოვს საზოგადოება მათგანა. შენთვის რომელია? ანუ შენთვის არის თუ არა ეგ სტერეოტიპი და შენ თვითონ როგორი ხარ მაგამ ბავშვი რა? ანუ ძიმე ტიპი ხარ ცხოვრებაში? იცი რა, ძიმე ტიპი არა ვარ ურთიერთობაში, არც მაკაცებთან, არც ოჯახში, არც შენთანაც, რა ვიცი, ვინმესთან არავისთან რა და არ მიყვარს საერთოდ ადამიანი პირიქით, როცა ცუდ ხასიათზეა, ვცდილობ რომ გამოვიყვანო და მაგ რაღაცას მოგყვები. დათუნა არის ჩემი მაკაცი ჭელიძე და აქვს დიაბეტი რა და მირეკავს უნდა მომაკითხოს სადღაც საქმეზე წავიდეთ თუ აღარ მახსოვს რა საქმეზე, მაგრამ ამას არა აქვს შასნიაბეტა. და სახში მირეკავს რომ რაღაცა შოკოლადი ხო არა გაქვს ან რამე ტკბილიო და მივხვდი რომ დაენძრა რა და სახში იქითკენ სადღაც დეგვში აკეთებს რემონტს, სახს აკეთებს რა. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო და მოკლედ სახში გავჩქი რაღაცა არც ბატონჩი კიდევს რაღაცა არ შოკოლადი მაგარი გავარდი არ ჩავარდი მაღაზიაში ავიღე ვიყიდე რაღაცეები და კაკრას მოვიდა დათუნა გამოვაღე მანქანა ეს გავწყვენ ნიტოს ნიკეს ნიტო მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს და ესევე და ჩაკბიჩა და ცუდად არის ეხა რა ჩაკარი აქვს და ბიჭო ძალიან დიდია დათუნა რა აი მეგაპოლისი ადამიანი და ვეკითხები მინდა რომ მეც გამოვიყვანო ეხლა რომ აი ხო მინდა კარხასიაძე მოვიყვანო არ ვაფიქრებინო რომ დანძრეული აქვს რამე გული არ წაუვა რაღაცა და დათუნა მეთქი წყლის პრობლემა რო ქონდა იქ მეთქი კანალიზაცია რაღაცა მეთქი მოგვარდა რა ხდება მეთქი და თან ჭამს და ისინი იყვნენ და გაიყვანეს და ელექტროობა მეთქი ელექტროობაზე თან ჭამს ეს რა ელექტროობა ელექტრიკოს ვერ მელაპარაკება რა ცუდად არის გათეთრებული გამწვარი და აი ამ ხელა ხო აი სუფთა ვინიპუხი და პიტაჩოკი ვიწვივთ მანქანა და რაღაცა და მეთქი სახურავის ის რო იყო მეთქი დათფუნება დათფუნების ეხა რა ეტაპზე ხარ მეთქი დათუნა ეს გამოიღო ეხა ვარ თვითგადარჩენის ეტაპზე და შენ მოგიტყნავდე მათამაცადი ჩამოხო ეხა ვარ აი ესეთი ამბები არის არ ხარ რა მაგის თქმა გინეშე რომ ცხოვრებაში ძიმე ტიპი არ ხარ ხო არ ვიცი სტერეოტიპი არ მიყვარს ადამიანი როდესაც ცუთხასიათზეა საერთოდ გააჩინე ხარ ის გამოა ცუთხასიათზე შეიძლება ეხლა რაღაც მიდრეკილი შენ არ ხარ ყოველ შემთხვევაში ზოგადად გასაგებია და ხო არ ვიცი სტერეოტიპად მიგაჩნია ეგ რომ აი ეგრე რომ მიიჩნევა შენ ეს ეგრეა თუ უბრალოდ ადამიანი არა ბევრი დაემთხო თურმე ჩარლი ჩაპლინიც ედი მერფი რაღაც ტენდენცია შეინიშნება ხო ვიღაცებზე ესე წერენ ესეთ მოვიდა რა ესეთი ცნობები რომ ესეთი ტიპი ლუი დე ფიუნესი იპოლიტე ხუჩია ძიმე ტიპები იყვნენ რამდენი წლის იყო პირველად რომ დაიწყე პროექტები და საერთოდ მე მივედი ტელევიზიაში იყო ესე გადაცემა დიქსი ერქვა გია ხუთშვილის გადაცემა მოკითხვა გიას ბაკამ მიყვანა ელენე კურცხალია პირველად მხატვრად მივედი მაშინ ნიკოლაძეში 14 წლის ვიყავი რომ მხატვრად მივედი მეორე არხზე მე იქ იყო ესეთი გადაცემა მაესტროსი ანუ ბევრი გადაცემები იყო რაღაცი ხანი გავიჩდე ხანა გამოვიჩდე მე რაღაც მამუკაღლო და მე გამოეყო სასტავი საწყალი გოგიტა მეცხოვრიშვილი მამუკაღლონი რაღაცა და გაკეთდა სტუდია მაესტრო რომელმაც გადაინაცვლა პირველ არხზე იქვე ვიყავით იმ შენობებში ლოკაციაზე მაგრამ გამოვეყავი და შაბათობით გადიოდა მაესტროს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ეს აი მაესტროს ბუმი რო იყო მას მაესტროს ბუმის დროს და მიმყავდა მე რაღაც იქაც მხატვრად ვიყავი და ასევე დავიწყეთ ესეთი გამედა ეკაკობია და მამუკამ და გავაკეთეთ მე ატალანტი მე ატალანტის მე წავედი რა მე იქ გადავედი მე იმედში გადავედი მე ეს ბოლოს დაუბრუნდი ისე იმედში მე და შენ რასაც ვაკეთებით ერთხელ საქართველოში და იმის მე აი საერთოდ ტელევიზიაც აღარ გავკარგვა და საერთოდ ან შენი პირველი პროექტები აი რაც სკეჩები იყო მარტო შენ რო იყავი საერთოდ მაგის იდეა შენ გაგიჩნდა და შენ მიხვედი ტელევიზიასთან მაგ პროექტით? არა, ეს საერთო იყო რა რაღაცა და ცოტა უცნაური ხალხი მოუყავდა და
მაგრამ შენ იყავი, ანუ მე ვიყავი ხო ერთი კაცი შოუ მე იყო რა. კონფერენციის დროს თამაშობდი რაღაცა ტექსტებს ვერ ვიზეპირებდი და ასე შემდეგ და ასე თან მაშინ ანეკდოტებზე ვიძახი რა მე. ანეკდოტებს რო ანეკდოტებს ვიძახი ხო. იმედზე მე ხო უბრალოდ სკეჩს ვიძახი მაგრამ მან უკვე მე და ლუკა ხოჯავა ვაკეთებდი და ლუკა იყო რეჟისორი და ერთად ვიგონებდით, ერთად ფიქრობდით ხო და ერთი კაი ამბავია ის რომ იმედში ვიჯექი დიდი ოთახი რაღაცა მაშინ ტელევიზიიდან ახლა რომ პირველი არხიდან რომ წახვალ და იმედში და ლაკა გადასხმული დავარცხნილ ინტერიერში რომ რაღაც ყავის სავარძეს და ვზივარ ჩემთვის ოთახში და ბიზინა შემოდი დირექტორია ბიზინა ბარათაშვილინა და ჩემთვის ვზივარ რას აკეთებდა ვმუშაობ მეთქი რას მუშაობ და ყარა როგორ უნდა მემუშაო სცენარს როცა წერ ტვინში უნდა და რომ რაღაცები ესენ მეკეთები ბოლთას რო ცემდა რომ დადიხარა კიდე აი გავთვალ ბატონს და რაღაცები მეთამაშა და ბიზნეს კაი იუმორი აქვს სხვათა შორის ძალიან მაგარი იუმორი აქვს უნდა მოვიწივა უცებ პოდკასტზე დიდი ხანია მინდა სხვათა შორის მოვა ძალიან სერიოზული სახით და ძალიან სერიოზული ინტონაციებით რომ მოვა კი კაცო კი შენთვის საუკეთესო და ყველაზე უფრო მოხერხებული ფორმატი რომელი არის? აი რაც გიკეთებია საერთოდ. მოხერხებული საუკეთესო სხვათა შორის კაი დროს ვატარებდით ხოლმე მე და შენ იქ რა ძალიან კარგი დრო მახსენდება ბევრი რაღაცეები არ მოგწონდა არც მე არც შენ რაღაც ხუმრობები მაგრამ ესე ამოიწურები რა ხო ამოწურვაც არ არის სულ არ შეიძლება ხა 1 საათის მანძილზე ყოველ 3 წუთში 2 წუთში მაგარი შუტკა გააკეთა ვერ იზამ თან რაღაცა ხო რაღაც ცენზურები რო გაქვს რაღაცაც ვერ აყავ თუმცა იმ ცენზურას მოყვა დიდი გამოხმაურება და ბუმი რო აი მე და შენ რო შენ წორს ავსტრავდით და აი ყველა ეგრე ხდება რა სხვათა შორის მოუყევი რომ ერთხელ ქუჩაში მოვდივარ გოგოსთან ერთად საღამო შებინდებული ამენ და ასანთი არ მაგ და ვაკაჭი ალბათ ვერ გახსოვს მე რო კუნაპეთ ქართულს ვთამაშობდი კი მე ვიჩემი ყლევა გახსოვს ეგ ხოლო თქვენი ჭირი მე თქვენი ყავით კარგი თორე მე ვიჩემი ყლევა მე რო ვამბობ ამე და ეს და ასანთი ხო არა გაქვს მეთქი და ისა ჩემი სახელი და მე ვიჩემი ყლევარ ძმაო მე ვიჩემი ყლევარ მე ასანთი გთხოვე აი ეს რაღაცები ამახსენა ხო ესე ამახსოვრდებათ რა რაღაცები რა ცუდი სიტყვები ესე იხსენებენ და რა ვიცი თავს ეხა ცუდად არ სადარგძნობდი რა იმიტომ რომ თუ დროით თუ ხალხით თუ ყველაფრით ტელევიზია მაინც სახლივით იყო და სატელევიზიო განწყობა აურა ყველა ხალხი ისეთი ამბავი იყო რა არ მიჭირდა ინტეგრირება ამ ხალხთან და ამ გარემოში ყოველთვის რას მომავ კიდე იცი ეგ ერთი მაგრამ აი ხო არის სხვადასხვა ფორმატი ხო არის თქვა ნაიჩოუს ფორმატი სადღაც შეიძლება სერიალში ანუ რატომ ვიცი რომ შენც ისეთი უნივერსალური ტიპი ხარ რა და მაგ პონჩი მაინტერესებს ოღონდ უნივერსალურობას არ გულისხმობ მარტო ანუ იუმორის სფეროში ან კონკრეტულად ტელეწამყვანობაში და ასე შემდეგ რა ანუ ზოგადად ცხოვრებაში ბევრი რაღაც გაკეთება შეგიძლია სანამ ჰობზე გადავალთ უბრალოდ მე მაინტერესებდა აი მაგალითად მსახიობობა თუ გიცდი ან მოწვევა თუ ქონიან შენ თუ გაინტერესებდა ეგ არა მე არასოდეს არ მაინტერესებდა რატო თუმცა მიფიქრე რომ რაღაც კარგ ფილმში ვითამაშებ მაგრამ მე რამდენად გავკაჩავდი გააჩნია როლს ეს რა როლი იქნებოდა ვინ ვიქნებოდი გმირად კლასიკური ტიპი იქნებოდა თანამედროვე რავი უჟასტიკი ვინ ვიქნებოდა ისე ხო უფრო დომებია როგორც ახლა ხატვარს პროფესიით ვიღაც აი ვიმუშაობდი მაგალითად პროდაქშენზე აი კაბელებს დავახვედი კადრს მიღმა უფრო ვიქნებოდი რა და აი რა ხდება მაგალითად აი სულ ოცნება გქონდა რომ ერთ-ერთ კარგ ექშენ გადაღებაზე ან თუ ნუ იქნება ექშენი მაგრამ აი რაღაც აი ცნობად ტიპებთან ერთად აი კადრს მიღო როგორ იღებდნენ აი ეს მაინტერესებდა სულ მაშინ არ იყო YouTube და არ იყო რაღაცები რომ აი როგორ იღებდნენ და პოსტ რაღაც კადრები მაშინ ვფიქრობდი ამაზე სულ მაინტერესებდა ეხლა უკვე მაყოფილდები ტელევიზიით რომ ხედავ უკვე რა ხდება რა კადრს მიღმა და აი მაშინ მქონდა ეგოცნება რომ სადღაც ჰოლივუდში სადღაც აი 15 წუთით მაინც ან მამუშავა და თუ გინდა აი რაღაცა მცირედ ხელფასზე სულ მომცემენ ხელფასს ოღონდ კადრს მიღმა ყოფილიყავი ჰოლივუდში ეს ოცნება კი მქონდა ერთი პერიოდი მაგრამ ის რომ მე მსახიობი და რაღაცა ჯერ ისედაც იმდენი კაი მსახიობი გინდა ქართველი გინდა რა ვიცი სხვა ქვეყნის მე ვინ ჩემი ხო ნუ ეხა კონკურენციის ამბავია მაგაზიის გამახსენა ამერიკაში რო ვიყავი ბროდვეიზე იყო
რაღაცა ძალიან დიდი რიგი იყო, უკანა შესასვლელიდან, ანუ დიდი რიგი იყო ფაქტიურად, საერთოდ სახეობები შედიოდნენ. ხო და ვიკითხეთ, რომ ანუ ეს რა ბაზარია რა და ტიპებმა გითხრეს, რომ ანუ 3 დღით მთავარი როლის შემსრულებელი ბროდვეიზე, მოკლედ რაღაცა ფეხი მოიტეხა თუ რაღაცა, ვერ შეძლებდა 3 დღე ამ თუ იმ მიზეზის გამო, რომ გაეგზელებინა როლი და 300 მსახიობი ქალი იყო მისული, რომ აი ეს კასტინგი გაეარათ უბრალოდ. რა ეს ნაწილი რაც იმ დროს ვიყავით და იმ მომენტში. ამიტომ ძალიან დიდი კონკურენცია, რა შესაძლებლობებიც მეტია და თან თუ გაკაჩავ ბენეფიტებიც ბევრად მეტია, მაგრამ კონკურენცია ძალიან დიდი არის. კონკურენცია ძალიან დიდი ხო? დიდი ქვეყანაა, დიდი კონკურენცია. ეგ უკვე ალბათ აი რაღაც ვარსკვლავზე დაბადებული ტიპიც უნდა იყოს, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს. ბევრი ფაქტორია ეხა რა. ვინ წარმოიდგენდა ეხლა რომ ლეონარდო დიკაპრიო ბავშვობაში რაღაცა ესე ნიუ-იორკ ბასკეტბალისტა რო ითამაშა რა და პირველად რომ რახე მეთქი ეს რა სასწაული ბიჭია თო. ახლა შენი თაობა მაინც ისეა რა, ნიუ-იორკ ბასკეტბალისტა რო რუსულად დღემდე ხო? ნუ მაშინ იმიტომ რუსულად ითარგმნებოდა არ იყო და იყო კასეტები და ასე შემდეგ. მაშინ დღეს შემაშულმა მითხრა რაღაცაზე იმენაო. იმენა. მაგისთვის ოღონდ ეგ რუსული სიტყვა არც არის. არ არის. აი რა არის ესეთი ქართული სიტყვები რომელიც გახდა ქართული რა და შეიძლება ვიღაცა ვერც აცნობიერებდეს რომ რეალურად ეგ ქართული სიტყვა არის. მე არ გულისხმობ ეხლა არაბულიდან და თურქეთიდან. აი ეგეთი რა არის? კაროჩი კიდე იმენა. კიდე რა არის? ადსიბია. აუ ჩვენ დროს როგორი სლენგი იყო? სულ სხვანაირი სლენგი იყო. აი დაუკვირდი რა მაგ ევოლუციას. ადრე იყო თოხლი. ჩვენ დროს უფრო იყო თოხლი. ნუ შენ პროსი ხარ ხა თოხლი ვითოხლაოთ კი გამიგია მე ეხა თოხლი საერთოდ აღარ ხმარობ ვიკიშკაოთ ეხა ჰანგრი ხარ ხო არა ვიკუკინგოთ ეხა ვიკუკე პახოდუ მოამზადოთ პახოდუ ეგ არის კუკინგი ხო იცვლება რაღაცები სლენგები მაგრამ მე მაგალითად ჩემს მიუღებელი იყო ეხა არ ვიცი ეთერში უნდა ვთქვა აი თესლი ვარ აი ეს მაგის გულისთვის იჭრევინებოდნენ და ესროდნენ ერთმანეთს აუ გათესლებული ვარ თვაო და აუ ესი რა თესლიც ბაკაცი მყავს არ ვიცი რომ ბიჭო ისე შენ მაგარი ეხა და განსაკუთრებით შენი თაობის ტიპები რო ავიღოთ რა ჩემი თაობისაც მაგრამ შენი თაობის ადამიანები ხო ძალიან რთული იყო ქუჩიდან რომ დაგეხწია თავი შენ ცხოვრებაში თუ ყოფილა ეგეთ პერიოდი როცა ძალიან ჩაგიტრია ქუჩამ და აი უკვე იყო საშიშროება იმისი რომ ძალიან სხვა ცხოვრები გეცხოვრა ან ინტერესი თუ იმიტომ რომ ისეთი ხალხი იყო ჩემ გვერდში და მე ვიყავი მაგვერდში თუ მათთან ერთად თუ როგორ იყო აი ძალიან აცვენილები ვიღაცებმა რაღაცებს მიაღწია ბევრი ცოცხალი აღარ არის ის პერიოდი ესეთი იყო რა მე არ ვამბობ ეხლა ცოტა ჩემგან ისეთი და პოეზიაში რომ გლური კანონები და რაღაც მე ვერ ვილაპარაკებ ამას მაგრამ იყო რა ეს ქუჩური ჩხუბები, მიჭრები, მოჭრები, რაღაცა დრაგების მიღეხლანდე დრაგებს რო რაღაც ბევრი სათავე გადასავალ, მაგრამ აი ერთ მაგალითს ვიტყვი, რომ მე მაგალითად პატარა რო ვიყავი და უყურებდი ცოტა აცვენილ ტიპებს რა, იმიტომ კი არა ჩემი ხედვა მაგ და ძალიან კაი ტიპი ვარ და განათლებული ან რაღაცა ვინმესგან განსხვავებული. არა, უბრალოდ აი უყურებდი ძალიან კარგ ტიპს სახელს და გვარს არ ვიტყვი, ცნობადი ტიპი იყო თბილისში ესეთი და ნუ იქ იარაღი იქ მანქანა ძალიან მაშინ ფირმა მანქანა რაღაცა კაი გოგოსთან ერთად ფულებში რაღაცა მე ყვება რაღაცა იქ რო ავიდა თავგადასავალს ყვება რა პახოდუ რომ ისეთი ტიპია ცოტა кайფარი კი რაღაცა და მე მივხვდი რომ ესეთი ტიპები ეს თავგადასავალი ბავშვებისთვის რო ყვებიან ამას და ვიღაცა უყურებს რა ზოგადად ტიპს რომელიც აი ეს ლაგამაბჯალ უნაგირსა შეკაზმული და პახოდუ кайფშია და кай ტიპია და ნაშასთან ერთად აზარდა რაღაცა ეს მისთვის ალბათ მოსაწონია და უნდა რომ ესეთი მაფიოზი ტიპზე გახდეს მაგრამ იგივე ტიპაჟი რომელიც იჭხირავს და იმაშეთ რომ ამსტერდამში რო ჩავედი პარალონზე ძინავს და ჩაფსმულია რა ანუ მე იმის თქმა მინდა რომ აი კაროჩი დრაგები ნო რა აი ეს არ უნდა იმო თორე ის რომ ისეთი ტიპები იყვნენ და ბევრი რაღაცის გადაწყვეტა უნდა და წყვიტანა კიდე შენ შემთხვევაში დრაგებზე მეტად მე უფრო ვამბობ ის ცხოვრების წესი რაც მაშინ იყო და ქუჩა რომელიც ბევრად უფრო მოდებული იყო ხო ანუ ბავშვებს ბევრად უფრო მეტი мотиваცია ჰქონდათ რასაც ხედავდნენ შენი თქმის არ იყოს ეგ იყო რა რაღაცა ხატი ეს იყო გმირი იყო ვიღაცა ხო და ანუ ჩემ ბავშვი მე აი ვამბობ აი 12-13 წლის რო იყო ხო და ანუ შენთან არ ყოფილა ხო ეგრე სერიოზულად საქმე რომ რაღაცა უფრო
თუნდაც გარემოცვის გამო უფრო შავი ცხოვრებისკენ რა, მაგრამ ეგეთი სტილის ცხოვრებისკენ წასული. ხო, მაგრამ უფრო ჩესნები იყვნენ რა ჩემ დროს რა. ეხლა უბრალოდ ისეთებს აკეთებენ, არ ვიცი რა, არაფრის გამო ერთმანეთს ჩეხავენ და ესვრიან და რაღაცა. აი ხო, აი რაღაცა ჩვეულებრივ გაირჩეო და ან უფროსი ადამიანი შეიარიგებ და ან ვიღაცა ცოტა ავტორიტეტული, ან საპატივით სამცემულო კაცი იჩხუბებდნენ, შერიგდებოდნენ, რაღაცა სხვანაირი იყო რა. თუმცა ძალადობის მასშტაბები მაშინაც ძალიან დიდი იყო. როგორ არ იყო ძალადობები ისეთები იყო და უფრო არის. პროსტა არის მოდა ბევრი რაღაცა ვერ გაიგებდი ისეთი. შეიძლება ანუ ქალაქგარეთ შეიძლება მომხდარიყო, ქვეყანაში შეიძლება ისეთი რამე მომხდარიყო და ისეთი პირიქით დაემალათ. სირცხვილი იყო. არ მოდიოდა ჩვენ მით უმეტეს პატარა ბავშვი რო ხარ ეხლა გარდატეხის პერიოდამდე და გინდათ გარდატეხის პერიოდში შენი ისენი ხუშტრუკები და უბერავ ბევრი რაღაც. მე უბრალოდ მე ყოველთვის მომწონდა გართობა, ადამიანებთან ურთიერთობა და აი ამ რაღაცებს ასე თუ ისე ავერიდე თორე გარკვეულწილში ბევრი აცვენილი და ისეთი ტიპი იყო, ძალიან ბევრი რა. რომლებსაც გაუმართლათ, რომელსაც ზოგს არ გაუმართლა. ეს თბილისია და ეს ყველა მიცის მე რო არ მოვყვე ამის შესახებ უბრალოდ მეც ვახსენებ რომ მეც მათი თაობა ვარ და ეს ყველაფერი გავიარეთ რა მაგრამ ამაზე რატო ლაპარაკობთ ამ ძიმე თემაზე არა კაცო ყველაფერზე მინდა რომ ვილაპარაკოთ იმიტომ რომ პოდკასტია და რატო გეუნები იცი იმას იმიტომ გეუნები რომ ეხლა დავფიქრდი წავედი და ჩემს სამეგრელოში რამდენი ადამიანი აღარ არის ცოცხალი ხო მესმის რა ხო და არა ეხლა ეგ ისეთი თემაა რა იმიტომ რომ შენი თაობის ადამიანის როცა ვესაუბრები და ვით უმეტეს ბევრჯერ უთქვავ დაკარგული თაობა ბევრ შენი თაობის წარმომადგენელს უთქვავს რომ აი ძალიან ბეწვზე ვარ გადარჩენილი რეალურად ცხოვრებაში თუნდაც შენ შემთხვევაში ამას იმიტომ გეკითხები რომ მაინტერესებს იუმორმა და შენმა რაღაცა ინტერესებმა თუნდაც შენი ჰობი და ამ ჰობიზე მე კიდე ცალკე ვილაპარაკებ რა როლი ითამაშა იმის პონჩი რომ ანუ არ შეყევი იმ ცხოვრებას რომელსაც ბევრი ჩვენზე შეიძლება კიდე უფრო მშვიდობიანი ტიპი და რაღაცა შეყოლია ცხოვრებას იმიტომ რომ ეგეთი მოცემულობა გაიჩიტა ცხოვრებაში და შენთან არის მოქმედა პოზიტიურ პონჩი ერთხელა ბევრჯერ იყო მაგრამ ხო იცი აი ისევ რუსულად არის რომ კომპლექს მალინკავა ჩილავეკა აი დაბალი კაცის პატარა კაცის კომპლექსები რაღაც დიდი დანაჩავი და სადღაც გასარჩევად მივედი საქმეს რომ უნდა ვიბლატაო მაგრამ აი ეს ბლატაობაც არ ვიცი მაგრამ დანა ხომ მიდევს და მიდევს აი რაღაცა ექსკალიბური აი ილიამ ურამეცის ხმალები აი ამ ხელა რაღაცა დანავედი ну გამხდარი ვიყავ და ეს შარვალით რაღაცა ესე და რომ უნდა ვიბაძრო ძმაო ხო უნდა ვთქვა რომ ჯერ ძმაო და რაღაცა და თან ფიქრობ რა უთხრა მაგრამ ამ ცემონ მე ეს დანალოდის უნდა ამოვიღო არ ვიცი დავარტყა მეშინია ნუ რაღაც ყველაფერს ფიქრობ და რაღაცაზე შევისუნთქე და ეს წავი გავარ და ჩავიდა ესე და არტერიაში და ვენაში ჩამერჭო პენსი და ლავარ და ძმა სისხლის გუბე კაჩ აფერი არ მოხდა მე თვითონ დავიჭერი ამის დედავეს ვინ მოიყვანა წამათრიეს აქეთ საშველი გა არა აქეთ საშველი ვიყავი ხო ესეთი რაღაცებიც ყოფილა ბევრი დაუცინიათ არაფერი არ მომხდა რა საბოლოოდ მაინც გაასწორა რომ რაღაცნაირად რაც დრო გადის ხოთა შორის რა და რაც უფრო ასაკი მემატება მე რომ გადავხედავ ხოლმე რაღაცებს მე ვფიქრო აი ხანდახან ხო არის რომ რთული პერიოდი გაქვს წუწუნებს და მე უცებ ვფიქრობ რომ მეთქი აი თვითონ ის რომ ვარ უკვე რომ ვარ რომ მოვედი და მე თქვა შენთვის საყვარელ ადამიანებს რომ ხედავ ვფიქრობ რომ არა ანუ ძალიან კარგია რომ ეგ მაგ რაც მაგ რაღაცნაირად უფრო ვაფასებ ალბათ დროთა განმავლობაში რა კი შენი შვილი რამ ხელა ეხლა ერთი არის უფროსი არის 30 წლამდე ეხლა გახდება მალე ზაფხულში ბიჭი ნიკოლოზი ძიმა 22 გახდება ეხა აპრილში კეთო მაისში კეთო არ არის ჩემი შვილი ჩემი ფეიკი შვილია სულ ეს ფეიკი მამა ვარ ფეიკი შვილი ჩემი კრასავიცა კეთევან მოკითხვა ისიც 23 წლის მოკლედ დიდები არიან რა და ყველა დასაქმებული კარგად არიან ხოშიანად როგორი ურთიერთობა გაქვს მაგათთან ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა გაქვს ხო თავიდანვე ყველასთან ის არასოდეს მე არ ახსოვს არც ერთს რომ რაღაცა ტრაქზე მიმერტყან რაღაც ნუ გვიჭხუბია გვიკამათია რაღაცები ნუ თაობათა ხო არის ყველგან არის შეკამა გარდატეხის პერიოდი ეს ხო სასწაულია მე მახსენდებოდა მე როგორ ვიქცეოდი გარდატეხის პერიოდში როგორ უშლიდი შემშობლებს ნერვებს და ესენი როგორ მიშლიან მაგრამ თურმე არ უნდა მოგეშალო იმიტომ რომ ესეა რა ბუნება
ხო, ბუნება, მაგრამ სხვა შორის კარგი ბავშვები ხართ. კარგი ბავშვები არიან და სხვა შორის ძალიან კარგი თაობა, კარგი სამეგობრო წრეები ყავთ. და ისეთი კარგი ბიჭები და გოგოები ყავთ რა ჩვენგან განსხვავებით თუ ჩვენგან მისაღება თუ როგორ არის მაგრამ კარგი იუმორი აქვთ განათლებული ტიპები არის ბევრად სიმპათიჩნები და ლამაზები ბევრად განვითარებულები და მე მომწონს ეს თაობა რა ვინც მოდის რა ბევრს არ მოწონს გააჩნია რატო და რანაირად მაგრამ ჩვენ ჩემი ძმაკაცების რა ვიცი აი რა ვიცი კიდე ზაზუკას ვახსენებ ბევრ ზაზუკ პრივეტ ბევრი აი მონდომებულია, მოტივირებულია რაღაცით, რაღაცაში ჩართულია და მე ესე ვხედავ რა. ნუ ჩემ გარშემო ყოველ შემთხვევაში ესეა, რომ რაღაც თავიანთი რაღაცა ცხოვრების მიზანს უნდათ რომ მიაღწიონ და ღმერთმა ქნას რომ მიაღწიონ და განვითარდნენ და რა ვიცი არა თავიანთი მომავალი შექმნან და ჯანმრთელად ბედნიერები იყვნენ. კი. მე მომწონს როგორც არიან და რანაირებიც არის. ბევრს ეხლა იმათ მამაჩემის და თქვენ რანაირად იქცევით რა თაობა ხართ და რაღაცეები საყურე რატო გიკეთიათ, მაო ეხლა ხომალდით მოსული შენ მე არ მინახე რაღაცეები არიან. რომელი მიმდინარეობა გებასება იუმორში ყველაზე მეტად? ანუ ერთი რასაც შენაკეთებ თქვათ ერთია, მაგრამ აი შენ რო პირადად რო აი ჩაუჭდე და რაღაცას აი როგორც მუსიკა ესე არის რა, ხო არის რომ ნებისმიერ მუსიკა შეიძლება იმ მომენტში მოგეწონოს ამას შეიძლება ჯაზია, კლასიკა, როკია. აი რა დროს როგორი განწყობაც გაქვს და იუმორი აი მაგალითად ძალიან ინგლისური იუმორი ცოტა ტაიმს ასერდა რაღაცა აი რაღაცა ძალიან თითიდან გამოწოვილი აი შეიძლება იუმორი როგორი რაღაცაა ხო? აი იუმორი არის სხარტი ლოგიკა რა. როგორ აღიქვავს შენი მსმენელი, შენი რაღა ოპონენტია თუ ვისაც უყვები რა. იუმორი ან ალოგიკურია, ან ლოგიკურია, ანუ ორი რაღაცაა რა. ამას უნდა ცოტა ერუდიცია უნდა, ან ცოტა განათლება, რომ გაიგოს მან რა, რაღაც რასაც უყვები რა, გააჩნია ოპონენტი, ვის უყვები და არის ხო ისეთი იუმორი მაგალითად ამერიკაში ვიღაცა ცნობილ ტიპზე რაღაცაზე გადავა რომელსაც მე არ ვიცნობ და იმას თავის სპეციფიკა აქვს და ვერ გავიგო რომელიღაცა სერიალში ვიღაცა ტიპზე ამბობენ ვიღაცა ჯონზე როგორც აქ ვიღაცა ანზორაზე რო პროჭი ანზორა რაღაცას ამბობს ყובה და ის რას გაიგებს ხო არის ზოგადი იუმორი ზოგადი აი ესეთი რაღაცეები მაგალითად ხე მე რომ მოგიყევი იმ დღეს რა სეროჟას ტიპაჟი ახლა როგორ უნდა გაიგოს ვიღაც ფინელმა რა ხო ნუ რა თქმა უნდა ჩვენთან ეს სეროჟა ხო იყო რომ ჩვენ ხო ინტერნაციონალური ქვეყანა ვართ ქართველები ქალაქი რა რომ ახლა მაგალითად ბებია ჩემთან ცხოვრობენ სომხებიც კურდებიც რუსებიც ებრაელი ლემოსი ვიღაც გვარები იყო სეროჟაც ერთ-ერთი გმირია რა თბილისელი რომელიც ქართულენოვანი უბრალოდ გატეხილი სეროჟა უკვე უცხოელმა კი არა შეიძლება ახალი თაობის წარმომადგენელმაც კი ვერ გაიგოს იმიტომ რომ მისთვის უცხოა ეგ ტიპაჟი ინფორმეტად ვიდრე წინა თაობისთვის ხო აი ხა მიშკა მომიყვა ჩემად მაგას მე რომ მოგიყევი და მოუყვები რა რომ სეროჟა გარეთ რო გამოვიდეს ბიჭებსაც მოუყვები ცით რა ძალიან მომწონს ეს რომ სეროჟა გარეთ გამოდის საგულაოთ რა ზიანი ამენ და ჯიბებში ხელებები აქვს ჩაყოხილები და მენტებმა დაინახეს რა და მოდი აქ შენო რა კიდაც ჩემგან მოდი უნდა შეგამოდი მე ვაფშე ბრალეულობა არ მაქვს ვერ შემამოწმებთ მოდიო ბიჭო რო გეუბნებითო ჯიბეები არ ამოვაყირავებ ჯიბეებს ამოატრიალეო რა გიდერსო და დაიჭენა და ძალით ჩაუღებ და ჩეკი რა ქაღალში გავხეული რაღაცა ესო რა არის ეს ვაფშე ჩემი შარვალი არ არის აბა ვისია სურენა ჩემი ძმის და სად არის სურენა სახშია ძინავს წამ აბა გვაჩვენეო რა და მივა სური კაცის კედლის კაცის ფიქსმია სური გაიღვიძე დაგიჭირეს კარგია ეს ეგრევე რო გაბოზდა გასუხარა სური გაიღვიძე დაგიჭირეს ბიჭო ანეკდოტების მოყოლა ვაფშე ერთ-ერთი აი თუ ჟანრებზე ვლაპარაკობთ და ეხლა რო კითხე ყველაზე მეტად რომელი ჟანრი არ მიშვებს აი ეს მიკროფონი არ ვერ მიმოძრავ ეხლა რა მე აბიჩნად ხო იცი რა შვები აი აბიჩნად მოძრაობით უნდა აუდგე და ისე მაგრამ მე მაგალითად აი ვერ ყვები ძმაო ანეკდოტებს ვერ ყვები და გეტყვი რატო რა არა დენჯერ გვიცინია რო რაღაც რატო ვერ ყვები იცი ანუ პირველი ბავშვობაში იმდენჯერ მაქვს ნანახი ეს მომენტი ადრეც მაგაზე გვიღადავია მე და შენ სუფრაზე რო ტიპია და
ანეკდოტის დასაწყისი, შუა და ბოლო. ანუ ჯერტი ვაღიარებ რომ ნიჭი მართლა უნდა მაგასმაო რა, მართლა უნდა. მაგრამ იმდენად პროგნოზირებად იყო და ყველა იმდენად ერთნაირად ადიოდა იმ ბოლო ნოტაზე და მე ეს იცილების ხარხალის და ხანდახან ძალიან ხელოვნურიც იყო. გააჩნია დავკომპლექსდე მეთქი ესე ვერ მოვყვები ხარ. გააჩნია ვიყვება რას ყვება. აი ნახე დასაწყისი ესეთი იყო ყოველთვის რომ ახალი იცი ახალი? ახალი. იმასაც კი მნიშვნელობა აქვს როგორი ხმიდა ახალი იცი ახალი? გახსოვს ერთად თან ეს ჭამის პუნცი ზონა იყო და ეს ჭხირა. მამა ეუბნება შულს მამა რო მამაო ხალი მიდა ხალიო. ეხა კიდე ისევ ამოფლაი. ეს ეუბნება შეზაბუთო ხალი შეკირა მე რა. თითო რო ეცინება. აი, ხო და ეგ რო ნანახი მაგ. ეგ ვერ მოუყვები და ეგ რატოა იცი მნიშვნელოვანი? ეგ არის ნახე, დავიქრინჯე. ეგ არის სკილი, რატო ვამბობ ეხა სკილი? რომ ის ტიპი როგორც იწყებს, ეხა ეს კიდე არ არის კაი შემთხვევა, მაგრამ ვიღაცებს მართლა მაგრა გამოზიდოთ ხომ მოყოლა და ანუ ეგ არის რაღაცა მგონია რომ ყველას არ შეუულია ეგ რა. იმიტომ რომ აი როგორ დაიწყებ დრამატურგია მე შენ თვითონაც უნდა გაიცნო და იმას დაკვირვებული ხარ რომ აი ანეკდოტის ბოლოს აი ხო არის რაღაც ანეკდოტი დაამთავრე დაგიჭირეს. აი თუ ანეკდოტის ბოლოს არის შედედამოწყმულო აი ეგ კიდევ უფრო მძაფრდება რომ რაღაცა ხო და ისა შეკალი შეკია შედედამოწყმულო ხო და რაღაცა თავისი ნიჭი და ის უნდა რა მე მაგალითად მაგას ვერ ვაკეთებინებათ რა. კი ანუ ანეკდოტის მოყოლას გონია რომ ცალკე ნიჭი უნდა. ხო ეხა აქ არანაირი უზდება. ვაფშე ეხა აი ანეკდოტებს ნახე ადრე ხო როგორ იყო ეგ იყო ნაწილი კულტურის გუჩის სიტუაციის ანეკდოტის მოყოლის. ეხლანდელ თაობაში აი მე არ შემხვედრია მაგალითად ახალი თაობის წარმომადგენლები 23-ის 24-ის ან 25-ის ლისტები არ შემხვედრია რომ ანეკდოტით მოსული იყო იცი ახალი ანეკდოტი თქვათ და რა და აი ბრახ და ადრე იყო რომ კომუნიკაციის წყარო იყო რა Facebook-ი არ იყო ეს არ იყო ის არ იყო ხდები და ანუ შეგხვდებოდა რაღაცა და აი დაგროვილი გაქვს რაღაცა და გინდა უთხრა. ხო მაგრამ ძალიან იშვიათია ეხა ახალი და კარგი ანეკდოტი ვიღაცები ხო რა აი საიდან ხო და ეგ ხო საიდანღაც მოდის კიდე და რაღაცა პროცესის შედეგია რა და შეიძლება ეგ პროცესი არ არის ეხა სხვა ტრანსფორმირება სხვა რაღაცეებში რა. ჩემი აზრით მაგრამ რა ვიცი აბა რატო არ არის მე გეუნები არ შემხოდრია მეთქი რა ის რომ აი ვიღაცა მოსულიყო ახალი ანეკდოტი ერთ-ერთი რაც მქონა მაგ კუთხით შეხება იყო თქვა სადღაც სუფრაზე ვარ აი განსაკუთრებით რეგიონში რა და აი დაგვიჯექი რაღაცა და მე რაღაცას მიყვებიან შენთვის მაგ მაგარი ისტორიები ეხლა უნდა დამტვირთონ და ქალაქში უნდა გამომიშვა რომ შენთან თქვი სადმე გადაცემაში შენთან და მიყვება 1-5-10 ისტორიას რომ ეს არა აი ის რომელი იყო კობა მოუყევი აბა ერთი გენოზე მიშენ მე ის კობა მოდის ეხლა ის გენოზე მიყვება და თან გიშვებენ ისე რომ თან მაგარ პატივს გცემენ და თან სადღაც მიგანიშნებენ რომ ძმაო პატივი გეცით ისტორიები მოიყვეთ წადი ეხლა და მოყევი რა შენთან მეორე რაც კიდე მემართებოდა ხოლმე გაჩუქეთ რა ისეთი ჩემზე ისეთი აღქმა ქონდა და აი მაგიტო ვიძახი რა სტერეოტიპულად ხან როგორი აღქმა გქონდა ხან როგორი ან გონიათ რომ სუმაჟორში უნდა იყო ან პირიქით რომ აუ ეგ კი მაგრა ღადობს მაგრამ ძალიან ძიმე ადამიანია და აი როგორ იცოდნენ ხოლმე იცი ესე სადღაც რომ ვიჯექით რაღაცაზე ხო მანამდე ვიღედა მე ისინი თვითონ ბაზრობდნენ და რაღაცაზე კომენტარს გავაკეთებდი აუ ეხლა უნდა წახვიდე შენ და უნდა დამცინო ხო რატო უნდა დაგცინო არა წახვალ შენ და გადაცემაში ხა ამას ახსენებ მოყვები თუ რა აი ერთი ეგ პრობლემა მქონდა რომ ბოლოს მე რაღაც დავიგრუზე მეთქი აქ ხალხი რაღაცას მგონი ცოტა რაღაცა იგრუზება არ მოყვებით მამა არსად მითხარი არაფერს მაგრამ ისეთ თემა ხო იცი კი საერთოდ აი რამე შეხება ახლა YouTube-თან ნუ სოციალური ქსელები რო არ გაგვიცი Facebook-ი შენ кай ხანი გაუკმე ხო Facebook-ი არ მაქვს TikTok-ი Instagram-ი TikTok-ით არ მაქვს არც Instagram-ი მაქვს ხო აი მე ეგეთ ტიპი ვარ საერთოდ რა არა კონსერვატორი კი არა ვარ და რაღაცა და იქ არა მომენატრე დაგირეკე რა ერთადერთი WhatsApp-ი მაქვს სადაც ძალიან თუ მომენატრა საზღვარგარეთ ყოფი ჩემი მეგობარი რაკო როგორ ახარ რაღაცა და ან ვიღაცა ის დიდი ხანია ლონკას რო გიხსნის რა აი მე ვა რა კარგად ხარ კარგად ყოფილიყარ გასუხდი გახდი ანუ რეალურად ვიდზე რო დაინა YouTube-ზე არც არ იცნო კი რაღაცა შორტ ვიდეოებს უფრო რაღაცა როგორ პაზნავაჭენ ახლა შემეცნებით რაღაცებს უყურებ ხოლმე და როცა ხატავ მაშინ უფრო მუსიკას ვერ უსმენ, იმიტომ ხტება, რომ ჩემ პლეილისტი მაქვს, მაგრამ ხტება და სხვა მუსიკაზე მიდის და შეიძლება ახლა ბენსონიდან უცბად რაღაცა ფანოღი ნინო თუ რაღაცაზე გადახტეს რაშუაშია ვერ მიხდება. ამიტომ კინოს უყურებ, იმიტომ რომ დიდხნიანია და რაღაც საათნახევარია და რაღაცა ესეთი. ისე ხო რა. შენ ეხლა რაღაცებს ვიწერ და აი
ეს ახალი სიტყვა გინდაც unboxing-ი მევას, აი გახსენდა შიგნით რა არის, აი რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდა, ეგეც მევასება. შეიძლება ცუდი ჩამოვიდა, მაგრამ მევასება რა. და ამით ვერთობი ხოლმე. შენ ჰობი გართობაზე გამახსენდა, ჰობი ახსენე რომ დავიწყე ჩვენი საუბარი და აღარ უნადირობ, თევზავ. შენი ხო და ერთი ჰობი არა გაქვს, აი მოდი იცი რა ვთქვა, აი რისი კეთება გევასება ყველაზე მეტად, აი ჰობის დონეზე ვიძახი რა. აი ჭხირკედელობა და რაღაცა ავეჯში რომ ვიყავი, ეგეც აღარ მithქვა, მე ვიყავი დათოსთან ცერცოძესთან, გამარჯობა დავით, მოკითხვა. და ვიყავი ესეთ homemade-ში, მე ვიყავი მეორე დათოსთან მოკითხვა, ვიყავი კიდე კონტეინერში დიზაინერად. ამ თითები ხომ მოვიჭერე პატარაობაში და კიდე ხუნდა მომეჭრა რომ ვერ ვისვენებ. რაღაც ახლა ცეხში არ ვიყავი, მაგრამ ამ დიზაინზე მუშაობდი. მიყვარს რაღაც ეხლა სკამები რაღაცები სკეთება დავიწყო სახლში ჩემთვის. აი, მაგრამ არა ინტერიერის სკამი, რაღაცა ესე კემპინგის სათევზაო სკამი, რომელიც უნდა დაიშალ. მიყვარს აი სადღაც თავსატეხი რაღაცების მოგონება რა, როგორ დაიშალოს, როგორ აეწყოს რაღაცა ესეთი. და ამითი შევიქციე თავი რა. რაღაცა კორონას დროს, იმის დროს, ამის დროს. ესეც ერთ-ერთი ჰობია, გართობა, როდესაც ჭხირკედელობ და განსაკუთრებით ყველაზე მეტად მიყვარს თევზაობა, აი ამაზე უარს ვერ ვამბობ რა. ეს არის ჩემთვის ბუნება, მეგობრები, პეიზაჟი, სიწყნარე, სიმშვიდე, ადრენალინი, ყველაფერი ერთად არის იქ რა. ნადირობა უფრო გევასებოთ თევზაობა. არა, ნადირობა არის შეიძლება სენტიმენტალური ვარ, მაგრამ არ მეხსოვს ნადირობა. უფრო თევზაობა. კი, შეიძლება გავყვე მეგობარს წერზე რაღაცა, მაგრამ მე არ ვისროლო. მე თევზაობის მოხამი, ეხა ვერ გავიგე მეთქი ცოტა ისეთი მურტალი ნათქვამი, იმიტომ რომ არ მითევზავია და რა, საიდან მეწოდინება, მაგრამ აი წავიდეთ. შორი და რასაც უყურებ, აი ხო და რაც მსმენია. ხო, ზიხარ და ელოდები. ბოლოს იყო აი გიორგი ცხადაძე იყო, რომელმაც მითხრა, რომ აუ გამოვშტერდი და ეს რა მაგარი ყოფილა და ერთისგან და ორისგან არ მომისმენია, რომ ანუ თევზაობის მოღამი ვერ გავიგე და რომ მივა და ითევზავებს, მე ხვდება თუ რაღაც მე რა მაგია ეგ ბავში. ახსენ ერთი რა, აი რა არის თევზაობაში ეგეთი. ხო და აი ხო გითხარი რა არის რა, ის არის რომ პეიზაჟი, ხო. ეს არის ჰარმონია ხმა გესმის, სხვა ხმებია, ვაფშე ის არის ურბანული ხმა არ არის რა. თერაპიულია. თერაპია, ხო, ის წყლის რაღაცა სხვა ენერგია, ის რომ დაიჭერ და გამოყავს, მე რომ სტომაქს რომ ხო. დაიკმაყოფილებ იქვე რომ შეჭამ, გინდაც ის თევზი დაჭერილი არა, მაგრამ რაღაცა წაღებული აქედან პომიდორია თუ კიტრია რაღაცა კემპინგი როცა მიდის რა, აი კუკინგს რო სვეცგავ წვათ შეწვა. ამ მეგობრებთან ურთიერთობა სხვა გარემოში ყოფნა, ის გარკვეული საათები შეიძლება ღამე დარჩე. მოკლედ ბევრი რაღაცაა რა, თევზაობას თავგადასავალია, გზარი, სხვაგან მიდიხარ, ქალაქგარეთ გადიხარ, ისვენებ. ბევრს ეხლა ბევრი ვერ კაი, ხა ვიჯდე და ესე ველოდო თევზ, რატო უნდა ელოდო? მე ბევრჯერ არ დამიჭერე, წავსულა. აი სანტიაგოსი არ იყოს რა, მე 4 შვილიშვილი რომ მე რამდენჯერ მიდიხარ, უთევზოთ მოდიხარ. ვინ სანტიაგოსი? ვის და ჰემინგუე სანტიაგო რა, სტარიკი მორია. ხო და არა, მეუბნება რომ რამდენჯერ უნდა წახვიდე ხა რა და უთევზოთ მოდიხარ. ამაზე არ არის რომ მაინდა ნადავლით უნდა წამოხვიდე. ბოლო-ბოლო იმხელა ბოლო-ბოლო ბენზინის ან საწვავის ფულით შეგიძლია წახვიდე და კარგ მაღაზიაში კარგი თევზი იმ ფულად იყიდო. იმას სხვა რაღაცეები აქვს. სადაც იხარ შესაძლოა. აი სადაც გინდა. აი ყველგან აჩემებული ადგილი არა გაქვს. აჩემებული, წალკაში უფრო ხშირად, თუნდ ტბაზე არა მდინარეზე, იქაც ქობულეთშიც ბევრ მდინარეზე, რაღაცა ზღვაზე და ასე შემდეგ. სადაც მომიწევს რა. აი, ჩვენ თქვით კიდევაც დასაწყისში რომ რაღაცის დაანონსება გვინდა. არა, ისეთი კონკრეტიკისკენ ვერ წავალთ, იმიტომ რომ ჯერ ჩვენც არ ვიცით კონკრეტულად რა იქნება. ალბათ პირველი მარტიდანო ამას. ხო. ეგეც რაღაცებზია დამოკიდებული ჯერ, მაგრამ რეალურად რა ხდება ეხა აუხსნი და მე განვარცოთ ეს თემა. ესე იგი, ეხლა ყურადღებით. ხო, ჩვენ შევხმიანდით და ადრეც ხო ვაკეთებდით ერთხელ საქართველოში. რა თქმა უნდა, მე მიფიქრია რომ რაღაცა თუნდაც YouTube-ის ვერსია, იგივე ეგეთი ფორმატის, სადაც სხვადასხვა როლებს მოვიდგებთ ასე შემდეგ შეიძლება, მაგრამ ეგეც რაღაცა საკითხებზია რა გადაბმული რა და ამას ცოტა უფრო საჩალიჩოა და უფრო სხვა რაღაცები ჭირდება მოკლედ რა, მაგრამ ეგეთი რამე ვიფიქრეთ რომ YouTube-ზე
ხო? ამ სტუდიაში, ოღონდ ნუ ამ სტუდიაში ზუსტად არა, მაგრამ ამ სივრცეში გვინდა რომ გავაკეთოთ და YouTube სივრცეში მე სულ ვამბობდი რა, იგივე ნიკა გრიგოლიასაც რო ველაპარაკე, მაგას ვამბობდი ზუსტად, რომ ის ადამიანები, რომლებიც ტელევიზიაში მუშაობდნენ, ანუ მუშაობენ და ასე შემდეგ, სულ ყოველთვის ქონდა განცდა, რომ ანუ ტელევიზია შეიძლება თავისი პლუსები აქვს თეორიაში ზოგადად, მაგრამ რაღაცები არის, რასაც ასევე გართმევს რა. და YouTube ისე მოიხოდა და ზოგადად სოციქსელებიც და რა ვიცი, პლატფორმები ზოგადად ისე მოიხოდა, რომ ანუ ადამიანს აქვს შესაძლებლობა რომ თავი გამოხატოს ისე რომ არ დაჭირდეს ტელევიზია. ხო, თავისუფლად იზეუბროს როგორც დღეს. აი, ნახე, ეხლანდელი დრო რო ავიღოთ. აი, შენ როგორი ტიპიც იყავი? ეხლა თან ახალგაზრდა რო ხარ, უფრო რა ვიცი, უფრო ხოძე ხარ, უფრო მეტი იდეა გაქვს, უფრო მეტი ხალისი გაქვს და უფრო მეტი ენერგია გაქვს, რაღაცები გააკეთო. აი, შენ რო აკეთებდი ვაკაჭის ანეკდოტებს თქვათ, ხო? ხო იყო რა გადაღებული რამ. ეხლა უკვე ისეთი დროა რომ ერთად შენ რო მოგინდეს, შენით შეგიძლია გააკეთო. ანუ ერთ ადამიანს, რა მეგობარს ტელეფონით რო გადაგიღოს, თავისი პონტი აქვს რა, ეხლა TikTok-საც თუ იმასაც YouTube-საც თავისი ალგორითმი, თავის წესი ეგენი თუ დაამუღამე. შორები ბლოგერი გახდები რაღაც. რაც ადრე პონტი არისო. ნახე, ადრე მაგისი შანსი არისო, იმიტომ რომ შენ თუ ნიჭიერი ტიპი იყავი, ერთადერთი გასაქანი გეძლევდა თუ იქნებოდი ტელევიზიაში რომელიც ასე device-ებმა და gadget-ებმა შემოიღო, შენ ტელეფონი გაქვს უკვე ისეთი ხარისხით, რომ დაჟე პირდაპირ ეთერშიც გადიხარ რა, სად იყო ხა ჩვენ დროს ეგეთი. ხო და ეს ლაპარაკი დავიწყე, იმიტომ რომ ანუ ჩვენ რო გვინდა რომ რაღაცა YouTube-ზე გავაკეთოთ, სხვათა შორის ესეც მინდა გითხრათ, რომ დაველოდები თქვენ იდეებს. აი, რა გაგისტორდებოდათ ჩემგან და ვაკეთოთ. ხო, მოგწერეთ უბრალოდ. ანუ უბრალოდ ხო, დააკომენტარეთ, რაში გხედავთ, თქვათ, რამე იდეები თუ გაქვთ ეგეს თქვით და აუცილებლად ამასაც წავიკითხავთ და გავითვალისწინებთ რა პროექტის დაწყებამდე. პროექტზეც ახლა ორი სიტყვა რო თქვათ, გვინდა რომ რაღაცა ისეთი ცოცხალი იყოს, ჯერ კიდევ ვფიქრობთ ლაივში გავიდეს თუ არ იყოს ლაივი. მოკლედ მუშაობის პროცესში ვარ და გვინდა რომ რაღაცა საერთო გავაკეთოთ და ნუ მომავალი თვიდან დავიწყებთ ალბათ რა. ხო, ესე გვა გეგმაში. პირველ მარტს შეიძლება ვერ, მაგრამ მარტიდან დაჩავეშვი. კი ბატონო, ეს გო გეგმაში და მე რა ერთადაც რო დავიწყებ, შემოგვიერთით და თუ ლაივი იქნება ხო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდე კომუნიკაცია და ინტერაქცია და თუ ჩანაწერი იქნება. მე არ მაინტერესებს, შორის ჩემთვის ეს სიახლე იქნება, როდესაც კომუნიკაცია გექნება მაყურებელთან და რას ფიქრობს, როგორ უნდა, რა უნდა, რანაირად, რა მოწონს, რა არ მოწონს და ასე შემდეგ რა და მე გავერთობით ერთად და რა ვიცი, მე და ილო ერთად ძალიან ხო, რაღაცა ესეთი გვინდა რომ აი სტუმარი ისინიც გავართოთ და ჩავრთოთ. ხო. რთ. ხო. საერთოდ ეგეთ რამეს ფიქრობ, რომ ფორმატს რო მოვიფიქრებთ, ისეთი ნახე ინტერაქცია რო ვახსენე, თვითონ ხალხიც, რომლებიც იქნებიან ჩვენი მაყურებლები, შეგვიძლია რომ ხანდახან მოვიწევთ სტუმრად, იმიტომ რომ ეხლა ვფიქრობთ, რომ სტუმარიც გვინდა თუ არა. თავისუფალია, ეს სტუმარი რო გვეყოლება, მასთან ერთად სამი ორი კაცი თავისუფლად დაეტევა და არა აქვს მნიშვნელობა ერთი სტუმარი იქნება თუ ორი, ჩემი აზრით. ცუდი პროექტი არ იქნება და ბევრ რამეს სიახლეებს გინდათ აი თაობათა შორის განხევი, გინდა პატარები მოვიდეს, დიდები მოვიდეს, სპორტსმენი, მხატვარი არა აქვს მნიშვნელობა. პედაგოგი რახან შენამობ რომ ქართულ YouTube-ს ისე არ იცნობ და ნუ საზღვარგარეთ კიდე შეიძლება რაღაცებს უყურებდე. მინდა რომ განახო აი როგორი რამე, იცი მაგალითად აქ ხშირად მოდიან ხოლმე Battle Rap-ის ერთ რაღაცა. ეს არის ჩვეულებრივი უტკას ეძახიან ტელე. მე არ უნდა ვიცრო, რომ ვიცრო, ეს კარგია რომ არ ვიცრო, იმიტომ რომ შენ მე კითხები და შენ ხო და აი მაგას გიხსნი, ნახე ერთ-ერთი. კარგია რომ არ ვიცი, შენ უფრო შენგან ბევრ რაღაცას. ბიჭო, ნახე რას გეუბნები, მე მაგასაც თავისი მუღამი აქვს და მაგიტომ მინდა რომ მაგალითად განახო Battle. იცი შენ არის Battle. PvP Battle არის ჰიპ-ჰოპში მიმდინარეობა Battle Rap-ი რა. და ერთ-ერთი მაგარი ბეთლი ახლა ხანს გაიმართა პელესა და Young Mike შორის და ყავდა სტუმრად პელე. ნიკნეიმი აქვს ეგეთი პელე. ხო და აი მაგრამ მინდა რომ მე ჩაგირთო რაღაცეები, რა ხან შენ სხვა თაობის ტიპი ხარ. და YouTube-ზე რა სხვადასხვა რაღაცეები შეგვიძლია რომ ნახოთ და განვიხილოთ ხოლმე რა მაინტერესებს შენ. კი ბატონო, ხო, მე ძალიან ბევრი რამე მაინტერესებს, იმიტომ რომ ყოველთვის მე რო გიყოლები შენ ძალიან აი gadget-ზე დამოკიდებულებზე არ ვარ, ამით შეურაცხყოფს კი. ხო, შენ ხარ, ნუ გევასება რა, ეს scroll-ა და რაღაც ან scroll-ზე მეტად ვიდეოების ნახვა. ხო, ვიდეოების ნახვა და სიახლეები ძალიან ბევრს იგებ რა, იმიტომ ხარ ეგ მოლაპარაკე კაცი და ხო, მე მსმენელი ვიქნები, მაგრამ მეც მაგ ძალიან ბევრი კითხვა შენთან და მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვიგებდი მაშინ შენგან ინფორმაციას. იგივენაირად მე. ხო და იმიტომ კი არა ზარმაცი ვარ და რაღაცა. შეიძლება მე სხვა რაღაცები მაინტერესებს, მაგრამ აი ხა დამაინტერესა. რა არის და შეიძლება სტუმართან ერთად თუ ან მაყურებელთან ერთად გავიარო და არა მარტო იუმორისტული იქნება ეს გადაცემა ჩემის აზრით. ეს იქნება რაღაც შემეცნებითი, გასართობი, რაღაცა დავარქვათ ეხლა ესე, ხალხი, მაგრამ
ბევრ რაღაცას გავიგებ, ბევრ სიახლეებს ვისაც სიტყვაზე დრო არა აქვს და რა ვიცი რა. საინტერესო გადაცემა იქნება ჩემის აზრით რა. ჩვენ გვინდა რომ მით უმეტეს რომ ბევრი იუმორით. ხო, ვიდეოებიც გვინდა გავუშვათ, რაღაც ვიდეოები შეიძლება ლაივში დავარეაქტოთ, რაღაც ვიდეოები შეიძლება ლაივშივე განვიხილოთ. კონკურსებიც გვექნება, რაღაც თამაშები გვექნება, მე როგორც ვიცი, მონახაზი. ხო, ეგეთი რაღაცას გვინდა, რაღაცა პატარა დავაჩელენჯოთ, მაგრამ ხო, ნუ შეიძლება დაჟე რაღაც ტრეკებიც კი გავაძროთ ხოლმე გადაობით რა. შევხედოთ, ყოველ შემთხვევაში ცოცხალი ფორმატი იქნება. შეიძლება თქვენივე გადაღებული რაღაცა ისენი მაგალითად სტენდაპები ვიღაცამ ჩაწეროს, ვიღაცამ მამუკა ეფრემაძემ და გამოგვიგზავნოს და შეიძლება მე მამუკა მოვიდეს ჩვენთან. მოვიდეს, მოვიწვიოს, ნახოთ რა, ან თვითონ აქვე ლაივში გაუშვას. ან შეიძლება თანაწამყვანიც გავაძროთ ხოლმე რა. ჩვენი მაყურებლებიდან. მოკლედ, ეხლა საინტერესო იქნება, კარგი იქნება. ბევრ ამის ვაპირებთ, მაგრამ ეხლა ზოგადად ხო იცით როგორც არის, შეიძლება ბევრი კაი რამე გინოდეს, მაგრამ ერთ ფორმატში ვერ ჩაატიო, რაც ფორმატში იქნება. ამიტომ გექნება სუპერ, ამიტომ ეს გადაცემა ერთში როგორ ჩაეტიო. ხო, და ნახოთ რა, და მე მგონია რომ ყველა გადაცემა არ ვქონდა ჩვენ კარგი და ბომბა და შკალა ისეთი არ იყო. ბევრი კარგი იყო, ბევრი ჩვენ არ მოგწონდა. ხო, რა არის, იცი, აი როცა რაღაცა მაგალითად თან ეგ მომწონს, რომ რაც უფრო დრო გადის, ესეთი შტამპი არაფერს არ აქვს, რომ გინდათ ან მარტო იუმორისტული, ან მარტო ის რა. ყოველ შემთხვევაში მე რასაც აღვიქვავ ეგრე და ეგ მომწონს ძალიან YouTube-ში, რომ ესე არ არის, აი როგორც ტელევიზიაში იუმორისტული გადაცემა და აი ყველას მოლოდინი აქვს, რომ გინდათ არა მარტო იუმორი უნდა იყოს. რაღაცა შეიძლება იყოს გადაცემა, რომელშიც იუმორი დომინირებდეს და უფრო პოზიტივისკენ მიდრეკილი იყოს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მთელი გადაცემა სულ ის უნდა იყოს, ხო იცი? და ეხლა რაღაც უნდა თქვას და რომ შეიცვალა ცხოვრების ნირი, ყველაფერი და იმიტომ რომ გინდათ სუფრაზეც რა, მაინდა-მაინც პოლიტიკაზე ხوار უნდა ილაპარაკო, მაინდა-მაინც იქ ყველაფერზე ლაპარაკო. გინდათ ბირჟაზე რო ხარ, იქაც ყველაფერი დაიწყებ კვარაცხელიათი, გახვალ იქითკენ მე სამეგრელოში მე თოვლი მოვიდა. გადიხარ ბირჟაზე კიდე. კი, განეჩინა. ძალიან ხშირად. ბირჟა რა გიგება ეს ისე ბირჟაზე. ეს არის თბილისი. აი მომენტ რო რეალიტი შოუები ხო გაკეთებულა რა და ბირჟაზე რო გააკეთო, წარმოიდგინე 24/7-ზე ბირჟაზე რო ეყენოს კამერა რა. ოф, იქ სასწაულებზე, იქ ისეთ სასწაულები და სასაცილოები და რაცა კი ბატონო YouTube-ი გაძლევს იმის საშუალებას რომ რაღაცა ტრაკი თქვა, რაღაცა ბევრად პახაბნი რაღაცეებია. აი დასასრულებებიც არის, მაგრამ ეს შავი იუმორიც იმდენად სასაცილოა ზოგჯერ, რომ ნუ ახლა სხვა ბევრი ვერ გაიგებს, ხო არის? წრის იუმორი, იმის იუმორი, აი რაღაცეები, მაგრამ ისეთები ხდება ხოლმე, ზოგჯერ შეიძლება გადაფიჩინდე რა. 100 ძახიც მოვაგერე ხა იქ რო ლაივ კამერა დააყენო ბირჟაზე. ნებისმიერ 24/7-ზე აი რამე სფერო დარჩება, რაზეც იქ ნაბაზრი არ არის? არა ხო, ვამბობთ ჩვენ კაცები, რომ ხალები არიან ჭორიკნები. კაცებზე მაგარი ჭორიკნები. ჩვენ რომ საფეხვნო ერქვა, ანუ ეს შოუ, ანუ კაცები ყველა წყაროზე ყვებოდნენ, კაცები იკრიბებოდნენ. სულ ესე იყო და ხალებს აბრალებენ ჭორიკნები. კაცები რო ბაზრობთ, მაგდენს არავინ არ ბაზრობს. ხო. ყველაზე, ყველაფერზე და აი რა კაცობრიობაზე და რავი ისტორიაზე, ყველაფერზე რა. ხალებზეც ჩვენ ბაზრობთ. მე მგონი ხალებზე ჩვენ უფრო მეტ ვბაზრობთ, ვიდრე ხალები კაცებზე რა. ასე შემდეგ. საინტერესოა რა და მე მომწონს ეს ფორმატი, იმიტომ რომ არ არის ტელევიზია, არ არის რაღაცა ჩარჩოები ჩასმი და გითქენ არ გაიცინო ისი დაჯექი ისე რაღაც ის. არა, ეგ ეს რომ ამის მორღვევა უნდათ ადრეც რა. რომ ცოტა თავისუფლება ის კი არა რომ ფეხები მაგიდაზე დააწყო და რაღაც ჭვინტლი გამოიღო და შედედო ქვემოთ მე რო ძველი რო დაგხვდება რაღაც. შემდეგ გადაცემაზე. შენი რო დახვდ. ხო, არა, ძალიან ეხა ფამილიარული რაღაცები არა, მაგრამ კარგია რა, მე მომწონს. თავარი არის ჩემი აზრით, როგორიც არ უნდა იყო, ანუ თავარი არის რომ იყო ბუნებრივი რა. ანუ ყოველ შემთხვევაში მიდრეკილება აქეთკენ უნდა გქონდეს, რამე რომ მე მქონია მაგალითად ცხოვრებაში ესეთი პერიოდები, რომ რაღაცა პროექტებს ვაკეთებდი, სადაც ბუნებრივი კი არა, რა ვიცი რა, ანუ მაგრამ მაგას ბევრი მიზეზი ქონა რატომ და ეგ მაყურებელს მაგრა კიდია. მე შენ რასაც ყველაფერი მოწონდა. ხო, მაგრამ ახლა მე არ მომწონდა, გაიგე რა შეასაკეთე, როცა არ არის, ყველაფერი მოგეწონოს, რასაც აკეთებ. მესმის კაცო პროცესია და ცხოვრებაა და გზადაგზა სულ ზიებაში ხარ და ეძებ და ასე შემდეგ. მაგრამ ხო რა, ყველაზე კომფორტული არის ეგ, რომ რეალურად რაღაცა რასაც გევასება აკეთებ. ხო, მაგრამ აი კაც შეიძლება რაღაცა გაარტყა და იმას მიაწვე მე რა. არა, ეგ თავისთავად ეხლა. მაგრამ ხო, ამიტომ უნდა ბევრ რაღაცას მიედმოედო, რომ იქ რაღაცა შექმნა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი არტისტი ბიორკი ამბობდა მაგას, რომ ანუ მე გამოვშიო რამდენი ალბომიო, ხო? და დაახლოებით ამ 6 ალბომიდან აი საერთოდ არ მომწონდა 5-იო. ხო ხტები? და მაგრამ აი იმ ერთად მიღირდა მთელი ეს 6 ალბომის მცდელობა, რომ ბოლოს მისულიყავი იქამდე. ამიტომ ხო, ანუ ბევრი რამე ჯობია, ბევრი რამე ცადო.
ვიდრე არაფერი არა არც. არა მიდებ-მოდებაზე არა რა უნდა ცადო ხო მიდებ-მოდება კიდე სადაც უნდა ის არის რა ვაიმე ხა საფანტივით იუმორი მამა ჩემი ამბობდა ერთ ტიპზე რომ მაგას აქვს საფანტივით იუმორიო რა აი მთელი საღამო ამასაც ყველაფერს გააკეთე შეიძლება ერთი სადღაც გაერტყაო რა ერთიო რა და 100 ჩალიჩობდა აი ყველაფერს ყვებოდა ყველაფერს და ერთი თუ გაარტყა ხო არა ტიპები რომ ერთი თქვა და ეგ დაიხოცა რა რაღაცა თქვა მე მინდა რომ განახო სტენდაფებიც რა სტენდაფები რომელიც გაკეთებულა აქ ყავდა ჩვენ სტუმრად ყავდა პოდკასტში ძალიან კაი ხალხია რა punchline თერაპიის სტენდაფერები არიან რომლებიც punchline თერაპიას YouTube-ზე გადის ამიტომ ამბობ სხვადასხვა მეც რო გითხრა რომ ეხა აი ჩემზე ბევრად მეტად ერკვევა მაგალითად ჰიტა რომელიც YouTuber-ია უკვე დიდი ხანია აქ იყო სტუმრად რომელსაც იცის აი ყველაფერი YouTube-ზე. აბსოლუტურად არ არის მხოლოდ ჰიტა ერთადერთი ეგეთი, მაგრამ ჰიტა ერთ-ერთი გამორჩეულია მაგითი, რომელსაც აი ყველაფერი იცის YouTube-ზე. რავი, ალბათ YouTube-ის ისტორია შეუძლია, დისერტაცია დაიცოს ალბათ YouTube-ზე. ჩვენ ეგრე არ ვართ, მაგრამ რატო შევეხე ხა იმ თემას შე რომ ამბობდი, რომ თქვი, რომ აი კაკრას კარგიაო, რომ არ ვიციო რაღაცეებიო და თქვათ რაღაცა მეც, აი მაგალითად ჩემი რომ ვიცოდე, ხო, ჩემი ცოლი მაგალითად ბევრად უფრო ასე ვთქვათ ერკვევა სოციალებში რა მაგალითად აი მაგალითად Instagram-ზე უფრო მეტი ფოლოვერი ყავს რა მეც ჩემი შვილი მწერს უნდა მე ძალიან ისე უნდა ეგრე არის ხო და რა ბაზარია იცი რომ ანუ ჩემი შვილები რომ ელაპარაკებიან მაგალითად რა და ჩემი შვილებს რო უყურებ როგორი ტემპით სკროლავენ რა აპლიკაციებში არიან როგორი სხარტები სმარტები არის რა თქმა უნდა მე მაგ განცდა იმისი რომ შვილებსთან მიმართებაში კი არა ჩემი ცოლიც კი ხანდახან დინოზავრს მეძახის ხოლმე რა ამიტომ ეგ მომენტი არის როდესაც ხანდახან ჩვენი თაობის ტიპებს მიუხედავად იმის რომ 10 წლიანი სხვაობა ჩვენ შორის აქ სისწრაფეს ხანდახან ვერ მიყვები რა იმიტომ რომ ძალიან ასწრაფებული და აჩქარებულია ყველაფერი და ბევრისთვის ის ფორმატი რასაც აი ბევრისთვის ის როგორც პლატფორმა YouTube შეიძლება მაინც არ იყოს მოსახერხებელი შენ შემთხვევაში მგონი რომ ეგრე არ არის იმიტომ რომ ტიპის ცხოვრებაში ისეთი რო ხარ რომ არ ახარ მიდრეკილი ამ ძალიან რაღაცებს გესმის და ანუ მაგედან გამომდინარე შენც კაი ნიკა რო ვახსენე კიდე გრიგოლი ნიკაც ეგეთი ტიპი არის ხო მაგრამ ნახე მე ერთ რაღაცას დავაკვირდი ვანიკო თარხნიშვილი კიდე აი შორტ ვიდეოები უკვე ტვინი ისე აღიქვა სპეციალურად რა ეს არის სასწაული მე მაგალითად უფრო აი 10 წლის პატარა მეგობრები ნაცისავები მიწყვას აი უკვე ვატყობ რომ ფილმის ყურების ნერვი არა აქვს აი რაღაც ეს ფილმი ნახე იცი რატო იმას უნდა წკაპ ნახოს და მეორეზე გადა ის ტვინი უკვე ისე აქვს მოწყობილი გადაგდოლა აღარ უნდა არაინტერესო ამას კანცოვკა უნდა რა უცბად დაიწყო მორჩა აი კიდაც ანეკდოტი რატოა კარგი რა სათავგადასავლო პატარა ამბავს გიყვება ვიღაცაზე უწყინას შენ არ გეხება კანცოვკა კეთილი სასაცილო ისიც რაღაც შორტ ფილმები უყურები ანუ ვიღაცა პირიქით დრამა შეიძლება ვიღაცა თავი მოჭრას ყველაფერი შეიძლება ან ავარია ნახოს, მაგრამ აი მას უყურებს, ვიღაცა რაღაც ძუძუებიანი გოგო რაღაცა დაიპატარავ, ერთი ძუძუ გაიზარდა და მეორე ვანახე რა უქნია ამ ცნობილი სილიკონ, მე გადავა ბოტასებს უყურებ, რა ყველაფერს ნახო, შუსტრად. ტვინი აღარ აღიქვას, რა ანუ ინტერესი ნაკლებად აქვს, რომ გრძელვადიანი რაღაცა ნახოს. ფილმი კი არა, ძმაო, აი Facebook-ზე რა ადამიანს სტატუსი უდევს. მე დავაკვირდი, ნუ. თუ გრძელი სტატუსი არ აინტერესებს. მაგიტომ ამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ალგორითმების ცოდნა. აი ქეთი რო იყოდებდა რენ მე დაეგბაზროვდით აქ ჩემთან პოდკასტში, რომ რაღაცა აი თავის წესები აქვს რა. აი Facebook-ზე მაგალითად რაღაცა ვიდეო ლინკი რო დადო და აი ნახეთ რა კაი პოდკასტია, არ ექნება ბევრი რეაგირება. რეაქცია ექნება, თქვათ, რაღაცა მოკლე სტატუსი. აი შენი სერიოზული ანალიზი ამა თუ იმ თემაზე ისეთი საინტერესო უმრავლესობისთვის არ არის. კი არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესდებიან, იმიტომ რომ თუ ევასებათ ექსპერტო და შენ ძალიან აქტიური ტიპი ხარ, შეიძლება, მაგრამ ხო გეუბნები არა, ანუ იმდენად აჩქარებულია ყველაფერი, რომ ვიდეოც კი, რომელიც თავისთავად შეიძლება შემოქმედებითად საკაიფოდ იყოს გაკეთებული, აი ჯიგრული ვიდეო, კრეატიული ვიდეო. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხო ზუსტად მაგას, ხანგრძლივობას, ქრონომეტრაჟი თუ აცდენილია თანამედროვე ტენდენციებს მორჩა ფსიქოლოგია რა ფსიქიკა ადამიანის ეგრე გადაწყობილი რომ ზოზინია რაზე იცი რაც შეიძლება ჩვენი თაობის ტიპებისთვის თავის დროზე ალბათ ყველაზე ჩქარი და დინამიური რაღაცა ყოფილიყო დღეს არის უკვე ნელი ხო მაგრამ თუ გაიხსენებ 1001 ღამე ზუსტად იგივე ვარიანტია შეჰერეზადა რომ უყვება ზღაპარს ოღონდ დაუმთავრებელ ზღაპარს და რას უშვება ტიპს აი რას უშვება 1000
სკაბ და მოკლედ უყვება რაღაცა ვირისა და ქალის ამბავი, ისა რა ქვია, ქურუმისა და რაღაცა დათვის ამბავი. რაღაც სკაბ პატარ-პატარებს უყვება ბევრს და წელავს რომ თავი არ მოჭრას რა. ზუსტად იგივე ვარიანტია რა. просто ის რა წინ იყვნენაზე ხარ? ხო. მაშინ არ იყო ეს დასკროლა. ის პრინციპში მაგის გაჯეტი ეგ იყო რა, ჩახერდა და რა. დასკროლა ღამე და ჩაეძინებოდა. დაავიწყდებული თავი უნდა მოეჭრა. კიდე მეტი რაღა უნდა, აი რა საითკენ შეიცვლება შენი აზრით კიდე? არ ვიცი, ხა ძალიან აჩქარებულია. ყველაფრის აქედან 20 წელში რა იქნება? შენი აზრით. 20 წელში ახლა მე არ ვიცი რომ დრონებით იფრენენ და რაღაცები იქნება. შენი წარმოდგენით. ყველაფერი შეცვლილია. ეხლა აი ავიღოთ თუნდაც ქორწილი. ხო. შეცვლილია ხო? აი ეს რაღაც ტრადიცია, რაღაცა საერთოდ რამდენი ისა გაქვს საღამო წაყვალი ან შენ ან მე რა. უკვე თამადა არ არის, წამყვანია. ამითი შეიცვალა ტრადიცია. ძალიან ესეც შეიცვლება. შეიძლება ვაფშე რაღაცა მართლა YouTube-ი ჩარდო და იმაზე იგულავ რა. რაღაცა მუსიკაზე, პლეილისტი გაუშვა, ვაფშე არ უნდა და არც თამადა, არც მშობლები, არც ყველაფერი შეიცვლება. პანაშვიდები ხო აღარ არის, ხო შეცვალეს. შეცვალეს აი საწყალ დედჩემ მამაჩემ გარდაიცვა პანაშვიდზე იყო 3 კაცი მე და ჩემმა შვილმა დავასაფლავეთ მამაჩემ დედჩემ იმიტომ რომ არ იყო ის მესაფლავე და ყველა ქელეხები ხო აღარ არის ბიჭო არის მაგრამ ანუ ის ტრადიციები შენ თუ მეკითხები რა იქნება საერთოდ ამოყირავებული იქნება ყველაფერი რა იქნებიან როგორ არა ჩემის აზრით აი რაღაცა კონსერვატორი ტიპები და რაღაცები არ არის ტეტრი ნივთები რო უყვართ და რეტრო მანქანა ესეთი ტიპებიც იქნებიან რა მაგრამ შეიძლება აი ესეთი ასაწევი მანქანა ხო მაგრამ ამას რო ჩამოწვით აი პატარა რო შეხედოთ და ჩამოვიდეს მაგრამ ის გადაკეთდა მაგრამ ის ფორმა კონდეს ესეთ ფორმის ძალიან ბევრი რაღაც სხვა ნახატები იქნება სხვა სპექტაკლები იქნება სხვა მე როგორი დამოკიდებულება გაქვს მაგებთან რატომ ამოფიცი რომ ნახე უკვე ლამის კლასიკაა ეგ, მაგრამ შენი მშობლებიან, ჩემი მშობლებიან რაღაცა, თქვა იძახდნენ, აი ჩვენ დროს იყო, თქვენ დროს რა იცით. და შენ არა, პირიქით მე ხო აღნიშნულ მევასებიან, ძალიან ბუნებით კონსერვატორი ხარ. ესენი ბიჭებიტო. old school-ი ხარ, ბუნებით კონსერვატორი ხარ? ბუნებით კონსერვატორი, მიცი რა არის? ბუნებით რა შენ არა, მე ვარ ესთეტი და პრაქტიკული ადამიანი, მე თუ ეს ჩემ თავს ვიფასებ, იმიტომ რომ გინდაც რაც მაცვია, გინდაც როგორი მანქანა მინდა მყავდეს, მე ვარ პრაქტიკული და მე ვარ ესთეტი. მე მაგალითად მოძრაობ ხა მოპედით, იმიტომ რომ ძალიან პრაქტიკულია რა. ბევრად პრაქტიკულია, ვიდრე ეხა კი ტაქსით მოვედი აქამდე, მაგრამ იმიტომ რომ ავტომობილი არ ყავს. რომ მყავდეს სად წავიყვანო, სად გავაჩერო, მე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა რომ კლასიკული რარიტეტული მანქანა მომწონდეს და ასევე ტესლაც მომწონდეს და ისიც მოდი რუბიკონიც მოდი ამას პრაქტიკიდან გამომდინარე იგივეა ეს ყველაფერი რა აი რანაირად უნდა დაალაგონ ვის რა მოეწონება ცხოვრების ზოგ შეიძლება ევასებოდეს ეს ქელეხი და აი ჩატეხილგო და გადაიხადოს ქელეხი შეიძლება იმის გამო რომ მეგობრები და დარჩენილი ნაცისავები ნახოს ის ქორწილიც აღინიშნოს მე ორივეს ვამბობ რა ანუ ჭირსაც და ხილსაც რა ну რა არის ანუ დიდი ქართველისთვის ეგ არის რა დიდი შენ უფრო ტრადიციები ნელ-ნელა აი რამდენი ხანია მაგალითად შენ არ ყოფილ ხარ მეგობრებთან ერთად სადღაც აი 4 კაცი პროსტო რო შეიკრები წამონა შენთან დავლიოთ ამას ხო მაგარ არის ესენი ეგეთი რაღაცები ხდება ეხა კაცო დადიან იშვიათად მეგობრებთან მაგრამ შეიძლება ფორმებია განსხვავებული მაგრამ ახალგაზრდები ხა ადიან რა წავედით მაგასთან ავიდეთ დავლიოთ ეგ ხდება არა ეს შეიძლება რაღაც სხვანაირად ფორმა არის ფორმა სხვა არის იგივე შეიძლება დარჩეს იგივე შეიძლება შენ მოხვიდე ჩემთან ეგ ფორმაა და დრონით მოხვიდე და აღარ ტაქსით ეგეც შეიძლება რა ხო რა ვიცი ბევრი რამე შეიძლება ამას ჩვენ უნდა ავყვეთ მაგრამ ჩემის აზრით რაღაცა ის სენტიმენტალური რაღაცები კარგი რაც იყო ისენი ხება არა ეგეთი ტელევიზორის დედავატი რომ მამაჩემმა რო აი მე აქ რო უნდა დაეტრია ხო მაგრამ აი მაგითი მაგალითად ეგენი არ მინდა ხო მაგ დემნა გვასალია მაგ რეტრო რაღაცეებით ააგო ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ბრენდად ითვლება მე დემნას შეურაცხყოფას არ ვაყერებ მაგრამ ყველა მსახიობი ყველა ხელოვანი ტიპი ყველა რეჟისორი ყველა ხატვალი იტყუება დემნაც კარგად იტყუება რა არა მე რას ვამბობ იცი რა ეგ ცალკე საკითხია მე ვამბობ იმას რომ მის ბავშვობაში რაც იყო აი 90-იანი წლებიდან გამომდინარე მაგას ბავშვობა არ ქონია რა ბავშვობა არ ქონია ხო და რას ვამბობ იცი რომ ანუ ეგ გადმოიტანა მარკეტინგულად ისეთ რამეში რამაც ეხა ამის გამო თუ იმის გამო გაკაჩა ანუ ბიზნესის კუთხით გაკაჩა როგორც მინიმუმ და ხო რა როგორ გადმოიტან შენ რაღაცას რომელიც შენ ბავშვობასთან არის კავშირში თუ რა ვიცი ახალგაზრდობასთან თუ რაღაცას თანამედროვეობაში
ეგ პირიქით პლუსია შენი თუ ეგ შეგვიძლია ხო იმათვის სიახლეა ახლა Q-ში რომ არის იმას Spider-Man-ში ჩოხაროაცვია ტიპს იმისთვის უცხო იყო და იმიტომ გაადრო Spider-Man-ს რომ ღერის და ბევრი რაღაც ქართული უცხოა ჩვენთვის ის უცხო რაც შემოვა ალბათ აღიქვამენ კარგისკენ და იცი კარგად უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი აი მაგისი ნათელი მაგალითი რა კულტურების შეზავების და ასე შემდეგ არის კახეთში ვიდეოა ახალ ბავშვს დაბადების დღე აქვს და ამ დაბადების დღეზე მოდის Spider-Man-ში ჩაცმული ტიპი. ეხა ეგ ანიმატორია თუ მშობელია და ნათესავი არ ვიცი. რას ცეკვავს იცით მაო დოლგარმონთან ერთად იქიდან მეზურნები წინ დაგთხუთქ და Spider-Man-ია და იქით ჰალკიზის კიდე დგას სადღაც რაღაცა თრალია ჰალკი. ღმერთმა დალოცოს Spider-Man-ი. გაიგე ეს არის. ნუ ეგრე არის და მიდის ჯიგრულად Spider-Man-ზე მთელი ამბავი რა. ეგ არის ყველაზე ნათელი სასაცილოა. კარგია, ეგ ხო და ამიტომ იქნება ძალიან ბევრი ხალის და რაღაც აი ეგეთი შენაზავი კიდე იყო და ნუ ადრე რა 90-იან წლების შუაში ბოლოს, როცა კიოსკებს რო ვეძახდით, მან დრო აქეთ ამ ხარის რო რელიგიური რაღაც ისინი იყო ხოლმე, თქვა რაღაცა წიგნიან, ხატიან რაღაცა და აქეთ რო რაღაც ინტიმი და ძინძინი და რაღაცები ერთ სივრცეში ესე იყურებოდი ხოლმე. ხო, ეგეც ნათელი მაგალითია იმის შერწყმის მიქსის. რაღაცას ბავშვი მივიყვანე უროლოგთან რა, ეგ გავასწრე და რაღაც. მერე? ყოდა. რამხელა იყო ბავშვი? რა ვიშულობა აქვს და იმ უროლოგის სახე და გვასწავლე ეს კაბინეტი. რა? ნუ კაბინეტია, მე რომ მეცინება უკვე, არ ვერ ვიტან ეგრე დაწყება ადამიანის. და თვითონ ეცება, ეხლა რატო გამახსენე რომ მას არ ქონდა აღქმაში რომ ის იყო უროლოგი ალბათ. იმის სამუშაო კაბინეტი იყო რა. და მას აღქმაში არ იცოდა. ეხლა რატო არ ქონდა ეგ გაგზელე და მე რევიმჟი. იმიტომ რომ ნუ ეხლა რომ შემოდიოდი მაგი და სავარძელი მეორე სკამი რომ რაღაცა მიიღოს რა პაციენტი რაღაცა და აი ეგეთ კედელზე აი ესე ქონდა სუყლეები რა. დები? ყლე, სულ აი რაღაც ჩამოვარდნი და აღგარი. პოსტერები ხო, რაღაცა მარმარილოსი, გრაფიტი, ნეფრიტის, პლასმასის, ყვერით, რეზინით, სილიკონით და აქეთკენ იყო ღვთისმშობელი ხატები. ხო. ანუ მორწმუნეა რა. ხო. აი აქ ღვთისმშობელი ქრისტე რაღაც აქ სანთლები, ბზა რაღაცა. ეთქო, ნუ მე ძალიან ცუდად გავხდი რა, მაგრამ ალბათ ვერ აღიქვევდა სად იყო რა. მე თვითონ ვერ მივხვდი რა. ნუ ყველაფერს ეჩვენა. აი, ხო არის საპოჟნიკებს რო ქონდა სისიკეჩი და საბრინას ზუზუები და პაგარტები. აი ესეც აი იმ პუნჩი იყო და ვერ მივხვდა, ალბათ მორწმუნე კაცი იყო, მაგრამ დასემსახურებოდ იყო პროფესია. ვერ ხონდა გაიგივებული რა. ნუ ეგ აშკარად ხო. ხო, ნუ ეხა. ანუ ამ შემთხვევაში პაციენტების ეს მისი ბრალი არის. ჩესნი ალალი კაცი მორწმუნე, მაგრამ საქმეს აკეთებს თავის. ხო, აი როგორც ეხლა ვიღაცა რო აი როგორ ხო არის მატორისტი არაბო ვიღაცა. აკეთებს და ხატი აქვს რა. ხო. მაგრამ ის მატორს აკეთებს. იქვე მართალია საბრინას პოსტერებიც არის, მაგრამ მაინც. სასწაული ადამიანი. ნუ რა ვიცი, მე ეგეთი არ ვიცი. ეს მე ვიყავი ახლა ხანს რა უროლოგთან და პროქტოლოგთან. ანუ ორივესთან რა და ყველაზე მაგრა იმას ვხარავდი, იქ რომ მივედი, ჯერ ხო რაღაცნაირად მიყურებს იქ ხალხი ცოტა უხერხულად ვარდებიან, რომ ანუ თითქოს რაღაცაზე შემომისწრეს რა. ეგეთი განცდა მაქვს, რომ რაღაცას ვაშავებ და ამის თანამონაწილეობა ყველას სირცხვილი რატო არის? ხო, რა და ნუ მე აქეთ გძნობ მაგას და პირიქით ისე ვიქცევი, რომ რაღაცა მოეშნენ, მოდუნდნენ და ისინი ნელ-ნელა იცინიან და კაროჩი მე რაღაც პონტი გაიჭდა რომ რაღაც ქალთან მისთანაც მივედი, ნუ გამსინჯა რა ეხა რა, ანუ როგორც სინჯავენ რა, ხა მთელ პროცედურებს ნუ მომაყოლებ და რომ მორჩა ეს პროცედურები ხო გამოდივარ და მაჩერებს და მეუბნება არავის არ ვეტყვი. არავის არ ვეტყვი. ბიჭო ისე ეხა ისეთი დაგაკომპლექსი. ბიჭო არა, დამაკომპლექსა. კი მე თქვი ამას ეხა ჩავეხუტები, ეგეთი საყვარელი როა რომ ანუ მისი გადმოსახედიდან მართლა გონია რომ მე ეს თუ გამიბაზრდა, დასრულდა ჩემი კარიერა, უსიამოვნებები დამეწყება და თავის იმით იზრუნა. ოღონდ ისეთი გულით და იმით რა რომ არავის არ ვეტყვი, ჩვენში დარჩება. მე არ მაქვს პრობლემა თუ აი ვის რა უნდა უთხრას ეხა ხო ხდები, მაგრამ მაინც ისე გამომაცილა რომ არ მქონდეს მე იმისი აზრი რომ სადღაც რო წავა დაქალებთან გეხა გითხრა გოგო ილობეროშვილი მომიტა და აი თუ რა უნდა მოუყვეს რომ შევამოწმე თუ აი
ხო ხდები, მაგრამ არის ეგ თაობების თემა ალბათ ეგეც რა. თითები რომ მომეჭა. და იმ კაც კიდე რავი თავისთვის როგორც იმისთვის არის ბორბალი. არ მაგარი ისტორია თითები რომ მომეჭა, მე რეაბილიტაციაზე დავდიოდი რომ ერთ-ერთი თითი აი ეს არა თითი შემინარჩუნდა და ნუ აი მივდიოდი პროცედურა და აეგლიჯათ კანი, ძვალი ჩანდა, რაღაც დამაწეპებდა რაღაცა და 1-2 მორფინის მაკაცი გამომყვა რა მაშინ რა. კაი 20 წლის 25 წლის ამბავს გიყვები და ეს ექიმიც ცოტა იმაშობდა რა ქვია, მაიმუნობდა ხოლმე რა და მეკუთვნოდა ალბათ არ ვიცი იმ პერიოდში ან მორფი ან პრომედოლი ან რაღაცა რა რომ ტკივილი გაეკუჩებინა რა. ხო და ჩემი მაკაცები გარეთ დამელოდნენ მე თითები ეს და ეს მაგლიჯავს ხორცს და ჩემ ყვირილს და ტიპმა თავი შემოყო რა გული ეტკინა რა შემაგა ჩემ გული შასტკივდა რა და ესეა რა ზურგით ეს იქი მე აქავარ სახით ესეა თიცე რა და მე აი ეს ბოლო ყმაზე ვარ რა და მაგლიჯავს თიც რაღაც და იმან ბიჭო რამე არ არისო ისეთ პონჩი გამაყუჩებელი ჩემი ძმა გულით კი აუკეთეო რა და ამან კიდე ანდღაც მო აღარ არის ჩემ წამავს იკეთებ აგახიეს ხო სადღაც მო აღარ ჩემი ყავი უხარო და ჩემი და მე რა ვალერიანკას დამალევინებდა ნუ აეგლიჯა თითი სუდათ ვიყავი რა ხო არა მაგიტო ვიცახი რომ ჩვენ ვართ თაობა რომელმაც ბევრი პიკნიკი ჭამა შენ გახსოვს ეგეთ პეჩენიები რა ზუკოს წონი ცეცხლი ეკიდებაო რობაზროწინ არ გახსოვს ცეცხლი ეკიდებოდა მგონი მას არ ვიცი შეიძლება ეკიდებოდა ზეფირს და იმებს არ ეკიდებოდა აი იუპი და ზუკო გამოლილი ახლა და ცეცხლი შემოილო იმდენ რამეს ეკიდება მამა ცეცხლი ეკიდება ბიჭო გასწო რა კარგია ხო მოხვედი გაასწორა რომ ვიბაზრეთ რაც შეეხება ჩვენ პროექტს უკვე თქვით კიდევაც და იმედია რომ რაც შეიძლება მალე შევძლებთ რომ გავიდეთ ნუ რაღა დარჩა დღეს რა რიცხვია ხო ანუ ზუსტ დროს მაინც ვერ ვიტყვით მაგრამ უახლოეს 25-ია 10 დღეში ხო მოკლედ მარტის დასაწყისიდან ვფიქრობთ რა და კიდევ ერთხელ იდეები დაყარეთ რა როგორ რა გაგისწორდებოდათ და ასე შემდეგ რა და როგორ ფორმატში გხედავთ დედის დღეა სამში აა ხო? სამში არ არის დედის დღე. კარგ თვეში გავდივართ. ეგ ჩემმა მეზობელმა იმას აკეთა, მე მგონი ეგ დღე დაარსა თუ რაღაცა. ხო. ჩემი სეხნია იყო ილია ბეგიაშვილი, არ ვიცი სწორი ვარ თუ არა, მაგრამ ეგრეა. ხო და რა გილოცავთ ყველას ჩვენ მაყურებლებს თუ არა მაყურებლებს დედის დღეს წინასწარ, მაგრამ მანამდე მგონი გავალთ. ხო, გავალთ. არა, მანამდე გავალთ ალბათ. მაერეც მოგილოცავთ. მე მეგონა ხო რომ ერთი კვირა იყო დარჩენილი და მაგრამ ხო, გამიხარდა მოკლედ დიდი ხანი არ მინახი ხარ და გამიხარდა რომ გნახე მაშინ და გამიხარდა რომ მოხვედი და კიდე ბერჯერ შევხვდით ესე რომ ცადოთ შემთხვევაში ნახოთ და რა ვიცი ველი თქვენ გამოხმაურებას მიწერ მოწერებს რა გტკივათ რა გწყინთ რაზე ხურდებით და ასე შემდეგ და აქ ვართ ნუ რაღაცეებში დაგეხმარებით კი და ასევე ძალიან გთხოვთ რომ subscribe-ის და like-ის გარდა კომენტარიც დააგდოთ ვის ფიქრობთ ხო მე უფრო კომენტარები მაინტერესებს ხო და კომენტარები ამაზეც დღევანდელ ჩვენ საუბარზე რას ფიქრობ და ასევე მინდა თქვენ იცით რომ ბანისა აქვს ორში მონოჰოლში აქვს ბეთლი მოსკასთან ბეთლი ძალიან საინტერესო მგონია რომ გამოვა იმიტომ რომ ორივეს აქვს ისეთ ისქილები რომ ერთმანეთს შეუსრულონ მაგრამ აქ ყველაფერზე მერე უბრალოდ დაწერეთ რა გირჩენთ რომ ბანი მოვიდეს ბეთლის მერე პოდკასტში სტუმრად თუ ვინმე სხვას იხილავდით ამ ეტაპზე რა მოკლედ ველოდებით თქვენ იდეებს რა. აი ძალიან კარგი იდეა რომ თვითონ მაყურებელი აირჩევს სტუმარს რა. იცით ჩვენ ყოველ შესაძლებელია რომ სადღაც გადაცემის მიწურულს შევთავაზოთ ხოლმე ვის ისურვებენ რა. ხო თუნდაც რა და მოკლედ ყველაფერი წინა. მადლობა მეგობრებო რომ ჩვენთან ერთად იყავით. მაკაჭი მადლობა შენ. მადლობა შენ და მადლობა ჩვენ მაყურებლებს და ნახოთ რა გამოვა როგორ გამოვა და იმედია რომ კარგად რა. ცუდად აბერა გაგვიკეთებდა ნახოთ. კი ბატონო. ნახვამდის დაგამშვიდობებით.